გამარჯობა, ეს ღამის კურიერია, მე ჟურნალისტი დავით კაკულე ვარ. სამი მათგანი არჩევნების წინ ერთი მიზნისთვის გაერთიანდა, სამივეს ერთი პარტია ნაციონალური მოძრაობა აკავშირებდა ერთმანეთთან, თუმცა შემდეგ მათი გზები გაიყო. ნიკამელია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე გახდა, ელენე ხოშტარიამ საკუთარი პარტია დროა შექმნა, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეც ანალოგიურად მოიქცა. 4 დღეში სამივე მათგანი თვითმმართველობის არჩევნებში გასამარჯვებლად იბრძოლებს. ნიკამელია დედაქალაქის მერობისთვის, ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ კი მესტიის საკრებულოსთვის ბრძოლა გადაწყვიტა. ახლა ერთად გავიგებთ ჩვენი სტუმრებისგან, რამდენად წარმატებული სტრატეგია აირჩიეს გამარჯვებისთვის და ხომ არ შეუშლის მათ ხელს ამ ბრძოლაში, როგორც ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს. სააკაშვილის დაანონსებული დაბრუნება. მოგესალმებით ბატონო. ბატონი ნიკამელია, ქაბატონი ხოშტარია, ბატონი ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე. შემიძლია რეპლიკა ერთდროულად ნაციონალურ მოძრაობა აკავშირებდა და ამ ლოგიკით თბილისის გვაკავშირებს, ქვეყანას გვაკავშირებს, რაღაც შემდეგ. ზურას კენსიღრის მესტიაში რო თქვით. ეს მისი გადაწყვეტილება არის. მოდით დავიწყებ. მადლობა პირიქით მოწვევისთვის მე. თქვენ ყველას გექნებათ საკმარისი დრო რომ ისაუბროთ დედაქალაქის პრობლემებზე, თუმცა დავიწყოთ მიმდინარე პოლიტიკური თემებით. და დავიწყებთ თქვენით ბატონო ნიკა თუ შეიძლება. მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დადო თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის ფოტო. თუ ესაუბრეთ მას და ალბათ არ მოგეჩვენებათ უცნაურად ეს კითხვა. რეალურად ნამდვილად ჩამოდის თუ არა ის? იცით რა, მე მასთან ბოლო პერიოდში მინიმალური ურთიერთობა მაქვს ბევრი მიზეზის და გამო და თავარი არის ჩვენ შორის ეს შეთანხმება არის, იმიტომ არც ერთი სატელეფონო საუბარი მე მგონი არ არის უსაფრთხო და არ მინდა უბრალოდ ცხოვრება გავუადვილო სპეცსამსახურებს, მაგრამ მე მასთან მქონდა ერთხელ შეხვედრის შესაძლებლობა, როდესაც ციხიდან გამოვედი და ბევრი ვისაუბრეთ იმ სურვილთან დაკავშირებით, რომელიც ყველა საქართველოს მოქალაქეს აუცილებლად უნდა კონდეს და აქვს ვიცი ათასობით საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამ ქვეყნიდან ბოლო წლების განმავლობაში გავიდა. არის უბრალოდ სარჩოსაბადებლის საძებნელად გასული და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, ეს ადამიანები დაბრუნდნენ მართლაც და ადამიანები, ვინც არიან დევნილები. მარტივად რო გიპასუხოთ კონკრეტულად, ხო? მე ვფიქრობ, ნებისმიერ ადამიანს მით უფრო ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ადამიანს, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის და თავად ბიზინა ივანიშვილის ვერცეთ ქართული ოცნების გულმხმოვანი ხალხაჭერიც ვერ უარყოფს რა პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა ხო წლების განმავლობაში, მაგრამ რა თქმა უნდა ამ ყველაფრის კვალდაკვალ ბევრი შეცდომა, ძიმე შეცდომას, რასაც თავად სააკაშვილიც არც მე და არც ერთი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი არ ვუარყოფთ, აქვს უფლება იყოს იქ, სადაც დაიბადა, სადაც გაიზარდა, სადაც ბევრი რამ უკეთებია. ამიტომ მისი უფლება არის სუვერენული, მისი სურვილი არის ლეგიტიმური. თქვენ დაახლებით მას, როგორც მხარდამჭერების დიდი ნაწილი აპირებს ამის გაკეთებას. ძალიან კაფეოთ ითქვა. 2 ოქტომბრის არჩევნები არ არის ერთი პარტიის, ორი პარტიის, მით უფრო ერთი პოლიტიკოსის ან სამი პოლიტიკოსის. აქ პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბევრისთვის, შესაძლებელია მეოთხე და მეხუთე ხარისხოვანი იყოს. საქართველოს მოქალაქეები ვართ პირველ რიგში და მე მგონი ყველას აქვს სურვილი იყოს იქ, სადაც უნდა რომ იყოს. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი მოხდეს მშვიდობიანად, ადამიანი ამბობს და მე მასთან მქონია საუბარი და გეტყვით რაზე მქონია. მას დიახაც არ უნდა იყოს დევნილად. არ უნდა იყოს იმ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებები დევნილად მათ შორის მცდად არის რომლის მიმართაც ნდობა თესობლიოში არის მინიმალური 1 და თო ეს ნამდვილად მართველი გუნდი მას ემუქრება დაპატიმრება. მეორე მართველი გუნდი მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის საუბრობს, იმასაც საუბრობს არც ერთი მოთხოვნა მისი ექსტრადირების შესახებ არც დაუყენებიათ არასოდეს. ამიტომ ადამიანმა გადაწყვიტა რომ მირჩევნია ვიყო ციხეში მშვიდობიანად, მოვდივარ დედასთან ერთად და დღეს ჩემის აზრით ძალიან არაკორექტული და ალბათ სამარცხვინო განცხადებაც გააკეთა ქალბატონმა მინისტრმა ლუკიანმა, როცა კენინობითა და დამცინავად თქვა, ჰე, დედასთან ერთად მოდისო. მე მგონი აქ არაფერი კინობითი არ, ეს არის ძლიერი მესიჯი, რომ ეს ადამიანი მოდის მშვიდობიანად და შევიდეთ ციხეშიო. მირჩევნია ვიყო უკანონო პატიმრობაში, მაგრამ ქართულ ხალხთან ერთად ახლოს ვიყო, ვიდრე ვიყო დევნილობაში და ეს არის კაფეო გზავნილი რომ მოდის ნიკამელიას პარტიის თავმჯდომარე ჯერა რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი ჩამოვა დაბრუნდება ქვეყანაში. ჩემის აზრით ყველა საქართველოს მოქალაქე უნდა დაბრუნდეს, მაგრამ თქვენ მკითხეთ
ხვდებით თუ არ ხვდებით. რა პროცესები გამართდა ადამიანმა თქვა მოვდივარ და მირჩევნია ვიყო ჩემი ბედის ანუ გაურკვეველ მდგომარეობაში დამდები ვარ და არავის არ ქონდეს იმის ილუზია ხო რა დახვედრაზე საუბრობთ თქვენ გონიათ რომ თვითონ რომელიც აფრინდება იმის გარანტია ვინმე საქმე თავად მიხეილ სააკაშვილს რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნიკამელია როგორც პარტიის თავმჯდომარე დახვდება მას ნიკამელია 10000-ობით საქართველოს მოქალაქესთან ერთად იბრძოლეს იმ დღეს საარჩევნო ურნებთან და საარჩევნო პროცესი მიიყვანს ბოლომდე ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად, რომ ამ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ აღარ მართავდეს ერთპარტიული მმართველობა. ეს ზუსტად ვიცი, რა არის ჩვენი ამოცანა და მიზანი. აი ამისთვის ნამდვილად ვიბრძოლებ და ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ზემში, მათ შორის თქვენ, მათ შორის მიხეილ თუ არ ჩამოვიდა ბატონო ნიკა, რას უპასუხებთ ამ მრჩევლს, რომელიც ხშირად და ეს იგრძნობა ხოლმე განწყობებში, რომ ხშირად სწორედ სააკაშვილის ფაქტორის გამო აძლევს ხმას ნაციონალურ მოძრაობას. სულ გეუბნებით, მე პირადად რა საუბარი მქონდა მასთან და თქვენება არის მაყურებლის ნება. არა, მას ბევრჯერ დაუდია ეს პირი. ასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მასთან ერთხელ მქონდა საუბარი მნიშვნელოვან საკითხზე და ყვები ამ შეხვედრის დეტალებს. მას ურჩევნია იყოს დიახაც უსამართლო სასამართლოს მიერ წარდგენილი ბრალდების ქვეშ პატიმარი ვიდრე იყოს დევნილი ადამიანი და მოდის აბსოლუტურად ჩვიდობიან თქვენ ამაში დარწმუნდებით. არც ერთ, აი ღარიბაშვილს ვიდრე იყოს ვაკვირდებით. ის პოლიტპატიმარი იქნება თქვენი აზრით ბატონო. ჩემი აზრით პოლიტპატიმარი და პოლიტდევნილი რო ამას არ უარყოფს არც ერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. წინასწარ შემთხვევაში შეხვედრები რომელიც იმართება, შეხვედრები რომელიც გაიმართა ბევრჯერ. სხვა პირები, რომლებიც ზიან, რომლებიც იყვნენ კავშირში ნაციონალურ მოძრაობასთან, რომლის ექსტრადირება, მაგალითად იგივე მეგის კარდავა, ის არის კითხვას ვამ. ნახეთ, მესმის ქართული ოცნების მძიმე მდგომარეობის ეხლა რაიმე სახით დაუკავშიროს მეგის კარდავა ნაციონალურ მოძრაობას. მეგის კარდავაზე მეგობრები, მეგის კარდავას მოადგილეები, მეგის კარდავას ხელმძღვანელები დღეს იცად არიან ქართული ოცნების კანდიდატები არიან და მე პირდაპირ გეუბნები სხვადასხვა ოლქებში მეერობის კანდიდატები. მე პირდაპირ გეუბნები ჯერა ამისი. მეგის კარდავა არც ვიცუნო რა თქმა უნდა, კავშირი არ აქვს პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. არ ვარ წასულიყო ქვეყნიდან, დარწმუნებული ვარ ქართული ოცნების პოლიციელი იქნებოდა ისევე როგორც გადამოიბარა და თუ კი რაიმის მიმართ მადლობა მეთქვის, თუ კი რაიმე მხრივ მადლობა მეთქვის ქართული ოცნების მისამართით არის ის, რომ ქართული ოცნება აღმოჩნდა ის ძალა, რომელმაც გაასუფთავა ნაციონალური მოძრაობა და ყველა ის ადამიანი, ვისაც სამართლიანად 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აძაგებდა მურუსიდან დაწყებული შოთადაც გაგრძელებული და ფაცხალაძე და ბევრი, ხო? და ყველა მოქმედი დღეს კანდიდატი ქართული ოცნების ყველა თუ არა, აბსოლუტური უმრავლესობა ყოფილი ძალოვანი არის. ეს ადამიანი დღეს ქართული ოცნების სამსახურში იდგებოდა. ამიტომ ეხლა მე დამისმევთ კითხვას, რომელიც ვერანაირ ჩიქს ვერ მოცხებს ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც არის განახლებული ეს ერთი ჭკუანასწავრი საკუთარ შეცდომებზე გააზრებული და ზუსტად ვიცით რა ბრძოლაში ვართ. მე გეტყვით მარტივად შეიძლება გადავახტე ახლა შეკითხვას რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ უკვე ჩამოწერილი. მე პირადად ჩემს მეგობრებთან ერთად და იგივე მიხეილ სააკაშვილთან მე ამაზე საუბარი მქონდა მას შემთან. ამ ქვეყნის განვითარების შანსს ვერ ხედავ. ალალად გეუბნებით ამას. გარდა კოალიციური მმართველობისა. როდესაც განახლებაზე საუბრობ ბატონიკა, მიხეილ სააკაშვილთან ერთად განახლება იგულისხმება? კოლეგებთან ერთად, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, რას ეძღვნება? ერთხელ და სამუდამოდ. განახლება მიხეილ სააკაშვილთან ერთად? განახლება მიხეილ სააკაშვილთან ერთად? მიხეილ ამ წუთის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილი არის დევნილი ადამიანი. მესამე პრეზიდენტი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონ ღარიბაშვილს, ბატონ კობახიძეს და სხვებს აქვთ ქართულ პოლიტიკაში ყოფნის შესაძლებლობა და არა აქვთ ყოფნის შესაძლებლობა ქართულ პოლიტიკაში ისეთ ადამიანებს, როგორც არის მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ასთა სხვადასხვაობა არსებობს ჩემდამი, მისდამი და სხვებისა. თუ არ ჩამოვიდა პარტიის მიმართ დამოკიდებული პარტიაში რა შეიძლება მოხდეს? შეიძლება ვთქვათ განაწყენდნენ ადამიანები? ჩემი აზრით, ჩვენ შეიძლება გავნაწყენდეთ ერთ შემთხვევაში თუ ამ ქვეყანას მომავალს დავუკარგავთ. აი ეს ზუსტად ვიცი, ეს დეტალები, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. ვის ემახსოვრება ამ ვის დაინტერესებს 2021-22 წელს. 2030-ში, 2012-ში მომავლის გადმოსახედი რო შეხედოთ. რა გვემახსოვრება? სახელმწიფო დავიხსენით ჩვენ საფრთხისგან
იმ კვანჭებიდან, რომელშიც არის მოქცეული დღეს თუ ვერ დავიხსენით. ერთობით შევძელით ეს თუ ვერ შევძელით. მე გეუბნებით რომ შევძლებთ. რატო შევძლებთ? იმიტომ რომ არასოდეს ოპოზიციური სპექტრი არ ყოფილა ასეთი ერთსულოვანი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს კოალიციურად, ერთობით და არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა მათ შორის არც ნაციონალურ მოძრაობას, არც არც პარტია დროას, არც გიჩიმეტი თავისუფლებას, არც შემდეგ, რომ იყოს ერთპარტიულ მმართველობაში. რატომ გითხავთ? გიპასუხებდით. იმიტომ რომ პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ერთპარტიული მმართველობა კარგს არაფერს უშვება სახელმწიფოს, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. კარგს არაფერს უქადის სახელმწიფოს. ამიტომ ეს არის ჩემი საზრით ამომწურავი პასუხი და ამ ბრძოლაში, როგორც მე, როგორც თქვენ, როგორც თითოეულ თქვენ მაყურებელს აქვს მონაწილეობის უფლება, მიხეილ სააკაშვილსაც აქვს ამ ბრძოლაში მონაწილეობის უფლება. გასაგებია. ხაბატონო ელენე, ბატონ ზურაბსგანაც მინდა პოზიცია მოვისმინო. ხშირად მათ შორის ლიდერები, ადამიანები, რომლებიც ოპოზიციაში არიან, ამბობენ, რომ ეს არის დამაზიანებელი, მისი ყოველი განცხადება, განსაკუთრებით არჩევნების წინ. არიან ესეთი ადამიანები, ისინი აქტიურად აფიქსირებენ თავის პოზიციას. რას თვლის ელენე ხოშტარია? მისი განცხადება ჯავშნის ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში განვითარდა. ხალხმა, საზოგადოებამ, ექსპერტებმა მომავალმა შეაფასოს ვისი ქმედება და განცხადება არის დამაზიანებული თუ სასარგებლო. მე ერთი შემილია ჩემი შეფასებით გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ოპოზიციაში ბევრი ადამიანი, ყველაზე მეტი ოპოზიციაში, რომლისთვისაც მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება არის მნიშვნელოვანი და ქართული ოცნება სამწუხაროდ ამ ხალხს მტულად ზიზღით უყურებს. ეს ხო კატასტროფა არის. ჩვენ სულ საუბრობთ სამივე, რომ ჩვენთვის ქართული ოცნების ამორჩეველი არ არის მტერი. ჩვენთვის არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ ვაპირებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეებისთვის იყოს ეს ქვეყანა. სამწუხაროდ ღარიბაშვილისთვის მტრები არიან მოქალაქე, რომელსაც მიაჩნია და მოწონს თქვათ მიხეილ სააკაშვილი. ამასთანავე მომხრების გარდა არსებობს ხალხი, რომელსაც კატეგორიულად არ უნდა და არ მოწონს მიხეილ სააკაშვილი. რა ვქნათ ახლა ჩვენ? გავაქროთ მიხეილ სააკაშვილი, დავივიწყოთ რომ არსებობს, თუ რა უნდა ვქნათ და ელემენტარული არის. საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა კონდეს არჩევანი მრავალფეროვანი, ყველას. ამიტომ ვისაც მოწონს მიხეილ სააკაშვილი და უხარია მის ჩამოსვლა, მის პარტიას მიცემს ხმას და ვისაც არ მოწონს და არ უხარია, მას აქვს პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მრავალფეროვანი არჩევანი ძალიან ბევრი პარტიის. ამიტომ ვინ როგორ აფასებს თქვათ იმის ჩამოსვლას, ეს კი არ არის ჩემი როგორც პოლიტიკოსის და ამ არჩევნებში მონაწილეს მთავარი ამოცანა არის ჩვენ ის ხალხის ნება, რომელიც ცალსახაა, რომ მათ უნდა ცვლილება ამ ქვეყანაში, ეს ხალხის ნება მივიყვანოთ ბოლომდე და 2 ოქტომბერს შევცვალოთ ეს ხელისუფლება კოალიციური მართლობა. ერთი მოქალაქის, ერთი პოლიტიკოსის და პოლიტიკური პარტიის ლიდერის ელენე ხოშტარიას დამოკიდებულება როგორ? ჩემი დამოკიდებულება როგორ უნდა იყოს? მე ცალკე პარტია მაქვს, მე რომ დომოდა ვიღაც პარტიაში ვიქნებოდი ვიღაც, მე ჩემი ცალკე პარტია მაქვს და ამ პარტიის პლატფორმაზე ვაპირებ, რომ კოალიციაში ვიმუშაო, ნიკამელიას კონტროლი იქნება საჭირო და ნიკამელიას კონტროლზე, ზურას კონტროლი იქნება საჭირო ზურას კონტროლზე და ვისიც არ უნდა იყოს. ამიტომ არ არის რა ეხა აი სხვა შორის სანამ აქ მოვიდოდით მთავარის ეთერში, კვესტადის ეთერში იყო ვინმე მოშეს ინსტრუქციები. იმ მოშეს ინსტრუქციებში ეწერა აი ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ. და რასაც ცდილობს ქართული ოცნება, საით ცდილობს რომ წაიყვანოს ლაპარაკი, რომ გავაქროთ შუა, პირდაპირ წერია. გავაქროთ შუა და მარტო პოლარიზებული არჩევანი დაუწყოთ ხალხს. ერთ თქვენზე კი არ ვსაუბრობ. ეს მოშეს ანალიტიკურ დოკუმენტში რუსთავი 2-იც არის მოსენებული როგორც ინსტრუმენტი. ძალიან სამწუხაროა. ხო, სამწუხაროა ნამდვილად, ხო და ამიტომ ერთი წუთი დავასრულებ თუ შეიძლება. ძალიან ავთენტურობა უნდა დავრწმუნოთ ამ დოკუმენტის. და იცით რა, მაგრამ ეს ცვლილებები იმისთვისაც არის საჭირო, რომ ჩვენ ყველა ჩვენ პროფესიებს ისევ ასრულებდეთ, რომ არანაირი მოშე თუ რაღაცა ფულგადახდილი თუ ბიძინა არ გვიდგენდეს რეალობა როგორი იყოს, იმიტომ რომ იქ წერია ინსტრუქცია როგორი უნდა იყოს რეალობა და რეალობა არის სხვა. რეალობა იქნება ისეთი, როგორცაც გადაწყვეტს ხალხი, მათ შორის გადაწყვეტს 2 ოქტომბერზე ჩვენი სამივე სამოცანა და კიდევ ევროპული საქართველოს, რომელიც კოალიციაში არის, სწორედ ხალხის ნების განხორციელება შაბათს და არა მოშეს დაკვეთებით საუბარი იმ თემაზე, რაც უნდა მოშეს, ანუ ბიძინა ივანიშვილი. დღეს პოლიტიკურად აქტიური თემა
მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლა არ არის საუბრობთ, ამიტომაც საუბრობთ ამ თემაზე, უბრალოდ ქართული ოცნების ინტერესი რა არის თქო, ხალხს ატყუებენ და ხალხს მოტყუების გარდა აკრობენ. ძალიან დიდ ნაწილს მოსახლეობის, რომელსაც უნდა მრავალფეროვნება, ამბობენ რომ გავაქროთ, რომ ვითომ ეს არ იყოს. ესეთი დამოკიდებულება ყოველი არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის დაპირება ხელს ხომ არ უწყობს თქვენი აზრით? მიხეილ სააკაშვილი რაც გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს, ეს არის ხალხის შეფასება და გადასაწყვეტი. მოეწონებათ, არ მოეწონებათ. მე არ ვაპირებ არავის დღის წესრიგი ცხოვრებას. მე ვაპირებ იმ დღის წესრიგი ცხოვრებას, რომელსაც მე მჯერა და მე მჯერა, რომ დღეს საქართველოს დღის წესრიგი არის კოალიციური მმართველობა. მე ნიკა ზურა, ევროპული საქართველოს ამ დღის წესრიგზე შევთანხმდით. სააკაშვილი თავისი ჩამოსვლით დღის წესრიგს შეგიცვლით თუ არა? რა უნდა შეცვალოს ბიულეტენში იქნახეთ, ბიულეტენი იქნება 3. ამ 3 ბიულეტენში იქნება ჩამოთვლილი პუნქტები. ამ პუნქტებში იქნება ის მრავალფეროვნება, რომელზეც მე ვლაპარაკობ. რა უნდა ხარიბაშვილს უნდა ეს და ივანიშვილს უნდა. ყურადღებას არ გამოვა. არ გადაიტანს. ვისაც უნდა ეკწეყო, თავარი არის, რასაც ნიკა ამბობდა 20-30-ში ჩვენ არ გვეპატიება, რომ დღევანდელი სიტუაცია, სადაც ტოტალურად დამლაგებლიდან დაწყებული ადამიანებს უსმენენ. სადაც კარლო კალაძე ფულს ძალავს ფულს, სადაც იაკერზაიას მკვლელი დღემდე არ არის იმაში რა ქვია, პასუხისგებაში მიცემული. სადაც 20 ივნისის თვალების დამთხრელები დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემული. სადაც აფთიაქში პენსიონერები რომ მიდიან, კაპიკებს იცვლიან რომ წამალიყროს. სადაც ახალგაზრდები იძახიან რომ საზღვარგარეთ უნდა წავიდნენ, აქ პერსპექტივა არა. ამიტომ აფთიაქებზე ამიტომ ეს ხარ ამის ვამბობ. ბატონო დავით, მე იმას ვამბობ რომ ჩვენ ვერ მოგვახვევს ვერავინ, ვერც მოშე, ვერც ბიძინა, ვერც ვერავინ სხვა ვერ მოგვახვევს დღის წესით. ჩვენ ვართ კონცენტრირებული იმ ამოცანაზე, რომელიც ჭირდება ქვეყანას და არა ნებისმიერ სხვას. ბატონო ზურაბ, ლატარიის თამაში უწოდეთ აი ამ დაპირებას, როდესაც ჩემმა კოლეგებმა გთხოვეს კომენტარი. თქვენს დღის წესრიგს, თქვენი პარტიის დღის წესრიგს თუ შეცვლის მისი ჩამოსვლა? არა, არანაირად, რაღაც დღეს ნახევარი იმერეთი მოვიარე და ორი ადამიანი შეხვდა, ალბათ ვინც კითხა საბოლოო ჯამში, მიშა ჩამოვა თუ არა, აინტერესებათ, რომ დანარჩენს არ საზოგადოებაშიც კი რაღაც განსაკუთრებული ინტერესი არ მიგზნია. ან როგორ უნდა შეცვალოს. თუმცა ჩემი დამოკიდებულება იგივე არის კი, ანუ მე არ ვიცი, თუ კითხვა ეგ არის, როგორ გავლენას მოახდენს, მე მგონი არავინ არ იცის მესმის, რომ გავლენას მოახდენს პოლიტიკურ ველზე. მე მჯერა, რომ ალბათ მოახდენს მობილიზებას ნაციონალური მოძრაობის ხადაჭერების და ისინი ალბათ უფრო აქტიურად წავლენ არჩევნებზე, რაც კარგია და საბოლოო ჯამში მომგებიან ოპოზიციური ფლანგისთვის. იმ მიზნისთვის, რომ ოცნება ვერ აიღოს 53%, ისი შანსი ჩემს და რა აქვს. თუმცა ხო ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ სააკაშვილის იყენებდა ივანიშვილი როგორც საფრთხებელას საკუთარი მხარდამჭერების ქართულ მოუწევამ საჩუქარიც კი უწოდა 7%-იანი. ხო, მე არ ვიცი რომელი გადაწონის და რომელი ის იქნება, მე არ ვიცი, ამიტომ ჩემს არ არის აქტუალური თემა. ეგეთ კალკულაციები ალბათ სოციოლოგების თემა საკითხი არის. მე მგონი რომ ჯამში კარგია, თუ ჩამოვა და დამთავრდება მათ შორის, ანუ ივანიშვილს აქვს ძალიან ცოტა კარტები სათამაშო დარჩენილი, ხო, რაღაც ფულს ხარჯავს, სუსი ყავს ხალხს, აშინებს, რა ვიცი, რაღაც ზიზღის კამპანიას ქოქავს და პლუს რაღაც სააკაშვილს იყენებს როგორც საფრთხობელას, უკვე ამდენი წერა 9 წელია, მოაძრობდა, რაღაც აი ჩვენ კი ვარ შტერები და ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მაგრამ აი ჩვენ თუ არ ვიქნებით, მე რაღაცა ჩამოვა ბოროტი ბიძია და რაღაც უდ რაღაცებს დაგმართებს და ჯობია ეგ კარტი ხაი გადმოვარდეს და დამთავრდება ეგ ამბავი ჩამოვა სააკაშვილის და მორჩება და ეგ კარტი აღარ ექნება, მინიმუმ შემდეგ რაღაცა ამბავშიც იქნება შემდეგი ამბავი პოლიტიკური პროცესი როგორც გაგრძელდება, იქ ეკარტი ივანიშვილის ხელში აღარ ექნება და ამ თვალის კარგია. სხვა ეხა რა უნდა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი არ ვიცი. ამბავი არის ის, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, ყველამ გაიგო და სადაც კი დავდივარ, ყველას გაგებული აქვს, რომ ეს არის ლეგიტიმაციის ტესტი ამ მთავრობისთვის. ყველამ იცის, რომ დიდი შანსია ძალიან მაღალი ალბათობით ისინი 40%-საც ვერ აიღებენ, რაც ნიშნავს, რომ მომავალწელს ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე. ხელახალ არჩევნებზე რო გავალთ, მე ყველა ვარიანტი ამ ქვეყანაში იქნება კოალიციური მთავრობა. აი როგორ გავა, ბატონო ზურაბ, ყველა პოლიტიკოს ვინც ჩამოვწევთ რაღაცა პარტიები, მაგრამ მე უბრალოდ იმის თქვა მინდა, რომ ჩვენს გარდა, ვინც ახლა შეთანხმება გაქვთ თბილისში, ჩვენს გარდაც პარტიები რო უსინოთ მაგათაც რაზე ლაპარაკობს, ლელოს, ხაზარაძე ან ჯაფარიძე, ან სხვა პარტიების ლიდერები, ისინიც ლაპარაკობენ იგივეზე. შეიძლება რაღაცა შეთანხმებაზე ხელი არ გვაქვს მოწერი, მაგრამ ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ ამ ქვეყნის განვითარების გზა გადის კოალიციურ მმართველობაზე. ყველა მაგაზე ლაპარაკობს. მათ შორის ხო, სალომე ზურაბიშვილიც კი. აი მინდა გთხოვოთ რომ ამიხსნათ მე და მაყურებელს პირველ რიგში აი როგორ აპირებს ყველა სამ სამყაროს და მე შესაბამისად ყველა პოლიტიკოს ბატონ ნიკაც როგორ გავალთ ხელახალ არჩევნებს დაუსვე ეს კითხვა როგორ ხდება იძულება ხელისუფლების მართველი გუნდის რომ მან დანიშნოს ეს რიგ არის ფორმულა თუ არსებობს იგი პირველი კითხვა არის რომ იძულება საჭირო გახდება თუ არა იმიტომ რომ ერთი არის ისინი წინასაარჩევნო რაღაც კამპანიის მსვლელობისას სტრატეგიას რას იყენებენ და სტრატეგიაში აირჩიეს ეს რომ თქვენს რომ ჩვენ გავედით ამ შეთანხმებიდან და არანაირი ხელახალი არჩევნები არ იქნება
იქნება 1%-ით რა ვიღოთო, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ჩვენ დასავლეთ პარტნიორებს, რომელიც მათ შორის მედიატორები იყვნენ, იმ შეთანხმების რომელსაც ხელი მოაწერე, იმათ ეუბნებია, რომ თუ ვერ ავიღოთ 53% ხელახალი არჩევნები იქნება და უკჩე ვასრულებთ. და იმათ მე რო ვეკითხები, რომ მაგალითად 2-ში ღამე 3 რო გათენდება, როცა აღარ ექნება ქართულ ოცნებას 53%, თქვენ იტყვით თუ არა, რომ ხელახალი არჩევნები ჩასატარებელი, ისინი იქიდან პასუხი არის, რომ ისინი გვეუბნებიან, რომ ამას ისიც ჩაატარებენო და ამიტომ მაგაზე საუბარი არ არის. აქვს ხო იმათ სხვა რაღაცებს ელაპარაკებიან, საჯარო სხვა რაღაცებს ლაპარაკობენ. ეს არის ერთი. მაგრამ ეს ანიშნავს ვარ გადააგდებენ, კაცო. გადამგდებები არიან, ბევრჯერ გადაუგდია და ეხლა შეიძლება ითავხედონ და გადააგდონ. ამის შემდეგ გვექნება რეალობა, როცა მე და ელენე და ნიკა კი არა, თქვენც მათ შორის და ნებისმიერ ამ ქვეყნის მოქალაქემ უნდა მიხვდეს, რომ გაიაზროს, რომ სინამდვილეში 53% თუ ვერ აიღეს, 50% რატო ჩაიწერა? იყო ლეგიტიმაციის ტესტი. ჩვენ ყველა ვერ შევთანხმდით შარშანდელი არჩევნების შედეგები ლეგიტიმური იყო თუ არ იყო. ამის გამო უცხოელებმა ჩვენმა მეგობრებმა ჩაწერეს, რომ ამაზე ვერ შევთანხმდნენ მხარეებიო და ამიტომ ტესტი ჩაიდო 53%-ო. თუ ვერ აიღებენ 53%-ო, ესე იგი მთავრობა არ არის ლეგიტიმურიო. თქვენც გეყოლებათ არ ლეგიტიმური. თუმცა მართლობა ყველა საქმის ანულირება. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ხელი ხომ მოაწერეს იმაზე, რომ 53% ვერ აიღებენ, ლეგიტიმური მთავრობა არ აყავს. თქვენთვისაც არა ლეგიტიმური ხდება ყველასთვის. მათ შორის ამერიკელებისთვისაც და ევროპელებისთვისაც და მაგ შემთხვევაში იგივე კითხვა შემიძლია მე დაგისვათ თქვენ, როგორ იქცევა ადამიანი, მოქალაქე, როდესაც მას ყავს უზურპატორი ხელისუფლება და ძალით არ თმობს ძალაუფლებას. თქვენ რას გააკეთებ? მე გავაკეთებ ყველაფერს. ყველაფერს ცხოვრება გაუმწარო და არ მივცე საშუალება, რომ გააგზავნო ქვეყნის მართვა, ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა და მოვიფიქრებ მილიონ რამეს. ბატონ ზურა, არგუმენტი შეიძლება ეს დავაზუსტებ რა. თქვენ წარმოიდგინეთ თბილისი და რამდენიმე ქალაქი თუნდაც აი ყველაზე ისე სცენარი რა ანუ 53-ს თუ ვერ იღებენ და მე დარწმუნებული ვერ იღებენ თბილისი და რამდენიმე ქალაქი ცალსახად არის მოგებული. თქვენ როგორ წარმოგიდგენთ მათ შორის იმ ინსტიტუციურ ბერკეტებით როგორც არის თქვა თბილისის მოგების შემთხვევაში როგორ აგრძელებენ ქვეყნის მართვას. მათივე გადარჩენის ინტერესში არის რომ იგარეშე დანიშნონ. ამიტომ არანაირ მძიმე სცენარებს იგარეშეს დანიშნაში მე ვერ ხედავ. ეხა არის უბრალოდ კუნთების თამაში ისინი საკუთარი ამორჩევის გარდა არავის აღარ ელაპარაკებიან საერთოდ ჩაიკედენ ამ კოლბაში. ამიტომ ამ მოგების შემთხვევაში გარდაუვალი არის არჩევნები. მათ ხელში ხორჩება უამრავი ბერკეტი, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლება. არა, სიმართლე გითხრათ, გულახდილად გეტყვით, ზუსტად ვიცი, როგორ ჩვენს გაჟონავს ახლა ინფორმაცია ოცნების შტაბში და შტაბებში, იდან ცხოვრობთ. ახლა ბატონი კობახიძე და სხვები რო დადიოდნენ რეგიონებში. იცით თავარი საკითხი რა იყო, რასაც ესაუბრებოდა ის და სხვები თავის არქივის თემებს, კიდე გითხრათ. აი ესეთი ტექსტი წარმოგიდგენთ, ამ მდგომარეობაშია მაყურებელმა განსაჯოს თავად. სადღაც ვიგებთ, სადღაც ვაგებთ, მაგრამ ნუ გეშინიათ ვადამდელ არჩევნებს ადგილი არ ექნება. და რატო ეუბნებიან ამას? იმიტომ რომ იციან რომ 2 ოქტომბერს გვიან საღამოს, როდესაც შემაჯამებელი ოქმები გახდება ცნობილი, ქართული ოცნება იძულებული იქნება აღიაროს რომ დამარცხა, ანუ ახლოსაც ვერ მივახოდო 53%-იან ნიშნულს. გამიგეთ? აქ ხედავენ საფრთხეს, მათი პარტიული ინფრასტრუქტურა უბრალოდ არ ჩამოიშალოს და აგუებენ. მეცაც გეტყვით, აგუებენ აზრს, რომ იცით რა, ვაგებთ, მაგრამ სადღაც ვიგებთ. ბუნებრივია ჩვენც ესეთი ქვეყანა გვინდა. ჩვენ არ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც დღემდე ვართ. დათო ერთი სოფელი არ არსებობს. ეხლა ხო ცხოვრობთ ამ ქვეყანაში. მეც ვცხოვრობ, ზურაც, ელენეც, თქვენი ძვირფასი მაყურებელი. ერთი სოფელი არ არსებობს, რომელსაც მართავს ოპოზიციური კოალიცია. ყველა სოფლის მმართველობა, თვითმმართველობა არის ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ. რადგანაც არჩევნების დღეს რომ ესე იგი ქვეყანაში საკმარისად განწყობილი ოპოზიციურად მოსახლეობა არ არსებობს, რომ თუნდაც ერთი სოფელი რუხი რატომ ვერ გამოიყვანა? მაშინ დაგისვამ კითხვას. შარშან მუდმივად იყო ოპონენტებისგან, მმართველი გუნდისგან ეს ისა, რომ 5000 კაცზე მეტი ვერ გამოყავთ. რატომ არ გამოვიდა ოპოზიციურად განწყობილმა აი მართლა ძალიან ბევრჯერ გამოვიდა, ძალიან ბევრი გამოვიდა და მე თავების დათვლა არ უშველის ქართულ ოცნებას. ბატონო ესეა ზუსტად ქართულმა ოცნებამ ჩვენზე კარგად იცის, ჩვენს ვკითხულობთ, ჩვენზე კარგად იცის რომ დამოწყებულია. რახნა მე არ მშურს მათი პირდაპირ გეუბნებით. მე რო ვიყო ეხლა ბატონი კობახიძის ადგილას, ნამდვილად არ მინდა. საარჩევნო უბნების დახურვა ახსენეთ დაგისვამ კითხვას. ნამდვილად დათო არ მინდა. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? თქვენ ტელესტუდიებში რომ მოდიან პირდაპირ ეთერის მეშვეობით. რას იტყვიან? რა მიმართვას გააკეთებენ, რომ ქართული ოცნების აქტივისტებო, ჩვენო მარცხდებით, იცოდეთ, ამას ხო არ იტყვიან. ბატონიკა. ნაციონალური მოძრაობა მახსენდება 2012 წლამდე, რას საუბრობდა, ხო? ამხნევებენ თავისიანებს ესეთ და მეორე გეუბნებით, გულახდილად პასუხობთ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რას ესაუბრებიან საარჩევნო უბნების დახურვა ახსენეთ. 2 ოქტომბერს გვიან ღამე არ ჩამოიშალა.
ჩვენ ნახეთ 2 ოქტომბრის გვიანღამეზე მინდა არ არის გითხოთ. ამას მნიშვნელობა რა ჩვენ რა არა, კითხვამდე დაგისვათ, ბატონო. ჩვენ გვინდა ბატონი ლილუაშვილის სპეცსამსახურის ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელი რომელიც ამბობს იცით რა მე რაშუაში ვარ არა 54,000 ფაილია 300,000 სატელეფონო საუბარი ერთდროულად ისმინება იცით თქვენ მინდა მე ესეთ ქვეყანაში ცხოვრებოდ გინდა თქვენ დარწმუნებული ვარ რომ არ გინდა ლელოს ინიციატივას თუ კი აი ამაზე საუბრობთ ეხლა მოსმენებს რატომ არ შეუერთდით პარლამენტში ლილუაშვილის დაბარებას ეგ გითხარით უბრალოდ მედიას უთხარი პატივისცემით რომ 2 ოქტომბრამდე არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე თუ 9 დღით ადრე ავთვლით მიზანშეწონილად ნამდვილად მონაწილეობა მიგვეღო იმ არჩევნებში სადაც უბრალოდ ბატონი ლილუაშვილი მოვიდოდა და მხოლოდ იმას იტყოდა რაც თქვა რაშუაში ვარ მე 2 ოქტომბერი ეს პოლიტიკური ტრიბუნა რაც არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი არა დათო ეს არ არის პარლამენტი ეს არის რატომ შევიდა ამ პარლამენტში მაშინ ოპოზიცია ეს არის უზურპირებული შევიდა იმიტომ რომ პლატფორმა გამოიყენოთ მაგრამ ჩვენ რუსეთი და არ იყენებს პლატფორმას როდესაც ქვეყანაში როგორც ოპოზიცია როცა უნდა იყენებს და როცა უნდა არ იყენებს და ლილუაშვილის დაბარება და მისი რაღაცა იმის კობახიძის თუ ვინ არის ხა თავმჯდომარე ვინ არის კუჭავას რეგლამენტით იმისი რა ქვია 3 წუთი წნარი სახეები კითხების დასმა ეს არის ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლების პირობებში არაფერს არ გამოიძიებენ ყველაზე ჭკვიანური იცით რა თქვა ლილუაშვილმა ჩემ თავს ხო არ დავიბარებო წამოწდა ეთყობა რაზე ვლაპარაკობ დათო თქვენ გჯერათ მაგალითად რომ ლილუაშვილი საპარლამენტო ზეწოლის ქვეშ გამოიძიებს როდესაც სისტემა თუ არ ელენა ხოშტარიას მოქალაქე გაძლევთ ხმას ის მათ შორის გაძლევთ თუ არა ის მათ შორის მე გამიხალდეს არჩევნები ის მათ შორის გაძლევთ თუ არა ხმას იმისთვის რომ როდესაც ქვეყანაში მსგავსი ფაქტები ხდება დაიბაროთ და დაუსვათ კითხვები და აჩვენოთ საზოგადოებას რუსეთში არის პარლამენტი რუსეთში არის სასამართლო რუსეთში არის რუსეთის კომისიები პარლამენტს ადარებს აბსოლუტურად მაშინ რატომ შევიდა ესეთ პარლამენტში თუ ეს არის რუსეთის დუმაში რატომ შევიდა ოპოზიცია დღეს თქვენ მაინტერესებს თუ როგორც საქართველოს მოქალაქეს თუ გჯერათ რომ პარლამენტში დაბარებული ლილუაშვილისთვის დასმული კითხვები განმუხტავდა მოსმენების კრიზისს მართლა მაინტერესებს თუ მაგ უხდება როგორც მოქალაქეს დაგე რაღაც პასუხს მაინც მივიღეთ რასიზმ და რა ესე მგონია როგორ პასუხი მიიღეთ თქვენ როგორ ჟურნალისტი მიიღეთ მისგან პასუხი ჩემ თავს ხო არ დავიბარებო ამიტომ ნუ ფარსში ნუ მივიღებთ მონაწილეობას პოლიტიკური პროცესი საქართველოს არ არსებობს რუსეთის დუმაში რატო შევიდა ოპოზიცია მაშინ გამეცით პასუხი თუ ეს არის რუსეთის დუმა რატომ შევიდა ოპოზიციური სპექტრი მოვაწერე ხელე მე ვუპასუხო ანუ მე იყო ბარტერი ანუ ბოიკოტი იყო, არავინ არ შედიოდა, მერე წავიდა მოლაპარაკების პროცესი, რომელიც გაგრძელდა რამდენიმე თვე. იმ მოლაპარაკების პროცესში ოპოზიციის მხარეს, რასაც ვთხოვდნენ მედიატორები, იყო ერთადერთი პარლამენტში შესვლა. ამის სანაცვლოდ იქით ამ მხარეს დაიდო მთელი რიგი საკითხებისა. მათ შორის იყო მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმი, რომელიც ბოლომდე არ არის მისული, რაღაც ნაწილი საერთოდ ამოაგდეს. იქ იყო მართლმსაჯულების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც იყო ამერიკელებისთვის და ევროპელებისთვის. ეგ საკითხი, ამის გარდა იყო საარჩევნო სისტემის ცვლილება და იყო კიდე პარლამენტში რაღაცა ისე, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ბოლო პუნქტი იყო 53%-იანი დათქმა. და ამაში გაიცვალა პარლამენტში შესვლა. ოღონდ მერე ქართული ოცნება მოყვა და ყველა პუნქტი სათითაო დაარღვია და ბოლოს ხოლოს საერთოდ გავედი ამ შეთანხმებიდან. ანუ პარლამენტში შესვლა იყო გამოსული. როდესაც შეხვედით. მე არ შევსულა საერთოდ მე შევედი, იმიტომ რომ პოლიტპატრიოტები გამოსული იყვნენ, სულ არ ორჯერ ნახეთ. და მორჩა ბოდიში. რუსეთის დუმა რატო ჩაიხოთ ვერ ხვდები? არა, იმიტომ რომ კითხვა იყო რუსეთის პარლამენტში არსებობს ეს. რუსეთის დუმის არსი იცით რა ბოდიში. მითქვი. ანუ აზრი რა იყო? მაშინაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ეხლა დამთავრდა ეს ამბავი, მაშინაც გეუბნებოდე რომ შედითო და ინსტიტუტების გამოყენებით გააგრძელებთ ზოლაო, მაგრამ ამ სუსის ამბების შემდეგ იმათვისაც და ნებისმიერ ადამიანის გასაგებია რომ პარლამენტი არ არის, პრემიერ-მინისტრი არ არის, რაც ისე ჩვენთვის ცნობილი იყო, ჩვენ ამას ვეუბნებოდით, მაგრამ მათ მაინც ჯეროდათ რომ ამ ფორმალობების უკან რაღაცა მაინც იდგა. ეხლა გაიყვა რომ მთელი ქვეყანა იმართება მოდულის შენობიდან, აი ლილუაშვილს ვლაპარაკობთ, ეს ადამიანები სათავეში სისტემის, რომელიც ქვეყანას იმითი კი არ ქვეყანას ინსტიტუტები კი არ მართავენ. მართავს უწყება რომელმაც იცის თქვენზე, ელენეზე, ჩემზე, ნიკაზე და ყველაზე სათითაოდ ნებისმიერ ადამიანზე რომელიც არის საზოგადოებრივ აქტიური, რაღაცა პოზიციას გამოთქვას, რომელიც შეიძლება გავლენა ქონდეს საზოგადოებრივ აზრზე, ან პოტენციურად შეიძლება ეგეთი გახდეს. ყველაზე არსებობს დოსიები, როგორც საბჭოთა კავშირში ან ნაცისტურ გერმანიაში ან აღმოსავლეთ გერმანიაში, შტაზში და ქვეყანა იმართება ესე, რომ თქვენ თუ უნდათ რაღაცა გაგაკეთებინონ, ან რაღაცას დაგაშანტაჟებენ, ან ფულს მოგცემენ, რაღაცას გიზავენ, ესე მართავენ ყველაფერს. ყველაფერს ამ ქვეყანაში არც პარლამენტს აქვს შინაარსი, არც მთავრობას, არც აუდიტის სამსახურს და არც კონკურენციის სააგენტოს. არაფერ შინაარსი აღარ აქვს და ეს იციან ყველა. ვერც ერთი დასავლელი მეგობარი ჩემთან ვეღარ მოდის ახლა და ვეღარ მეუბნება რომ ინსტიტუტების გამოყენებით გააგრძელებ ზოლაო. ვერა. რას გეუბნებიან? ვერაფერს აღარ მეუბნებიან. საერთოდ ვერაფერს აღარ მეუბნებიან. ბატონ ნიკა, საარჩევნო უბნების დახურვა ახსენეთ თქვენ მუდმივად
მართველი გუნდი ზოგადად ოპოზიციას, განსაკუთრებით კი ნაციონალურ მოძრაობას და თქვენ პირადად ბალს ხდებენ დესტაბილიზაციის მცდელობაში, მოწყობაში და ასე შემდეგ. თავის მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რათა ციტირებას მოვიყვან, ერთად დავიცვათ ჩვენს მიერ მოპოვებული გამარჯვება. თქვენ იზიარებთ ამ გეგმას? რას ნიშნავს ეს მოწოდება, რომ სრულიად საპირისპირო რამისთვის ემზადება ოპოზიცია? ემზადება ზეიმისთვის, ბრძოლისთვის, რომ ხმა საქართველოს მოქალაქის მიერ მიცემული და ასახული ბიულეტენში დავიცვათ, ამისთვის ემზადები და ემზადები ზეიმისთვის, ისე როგორც 2012 წელს ხალხი გამოვიდა ქუჩაში და იზეიმა. იზეიმებს ხალხი, იზეიმებენ სოფლად, რაიონებში, ქალაქებში, ნამდვილად, თუ კი ვინმე დესტაბილიზაციას აწყობს, თუ კი ვინმე ქაოსის მორევში ჩვენ გვანყოფებს, რომ ვერ გაიმართოს ასე ჩემთხვევაში რა ხელისუფლება და თუ ეს არის ხელისუფლება, იმიტომ არა რომ ოპოზიციაში რა, გულახდილად მინდა გიპასუხოთ. არა, იმიტომ რომ ვარ ოპოზიციაში. გვერდი და ერთი წუთით, აი, სხვა სკამზე რო გადავსდე ხა და ვარ უბრალოდ პროფესიით ექიმი, პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. თქვენ თუ მე მართლა გინდათ დამიმტკიცოთ და დამარწმუნოთ იმაში, რომ ქვეყანას ყავს სუვერენული პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი არის ლეგიტიმური, პარლამენტს ყავს თავმჯდომარე, რომელიც ასევე სუვერენულია, რომელიც თვითყოფადია. თუ გინდათ მითხრათ, რომ სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებლობასთან ახლოს მყოფი მაინც. თუ გინდათ მითხრათ, რომ ბატონი ლილუაშვილი, რომელიც ეხლა ნუ რა უნდა გავიგოთ, აი გეხვეწებით მიპასუხეთ თუ შეიძლება. რა უნდა გავიგოთ დამატებით, რომ დავწმუნდეთ პრაქტიკულად არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, ვისაც არ უსმენენ. ჩვენ გავიგეთ, რომ დაწყებული საერთო ბიუროს თანაშრომლით და ვიხილეთ, ხო? ჯანდაცვის სამინისტროში მომუშავე არაჩვეულებრივი სანდომიანი ქალბატონი კანცელარიაში მუშაობს. თქვენი კოლეგა ჟურნალისტი კრებსით სუსიდან მოპოვებული მივიდა და კითხა ქალბატონს სახელი არ მოხსოვს სამწუხაროდ. თქვენ შორის, ანუ ეს ადასტურებს თუ არა ამ საუბარს თქვენსა და თქვენ კოლეგებს შორის და საერთოდ დარჩა ქალბატონი ელდაიც. ამის შემდეგ წავედით დიპლომატების მოსმენა უკანონო გადასტურდა. ეპისკოპოსობის მიმართ უკანონო ყურადღება გადასტურდა. ამიტომ თუ კი ერთის მხრივ საუბრობთ, რომ გაიმარჯვებთ აუცილებლად და ქართული ოცნება დამარცხდება. ხმების დაცვა, ქუჩაში გამოსვლა, გარდა გამარჯვების აღნიშვნისა, რისთვის გჭირდებათ? ზეიმისთვის შემოგარგო მე ნამდვილად ვაპირებ ზუსტად ვიცი ქუჩაში ერთიც ჩვენ არ უნდა მივცეთ არასწორი ინტერპრეტაცია. არჩევნების ხმის დაცვის პროცესი როცა იწყება, თავარი ეპიცენტრი არის 3700-დან მეტი საარჩევნო უბანი ხალხი. სადაც იქნებიან ათასობით ოპოზიციური პარტიების მხრიდან წარმომადგენლები და არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების მხრიდან დანიშნული წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დამკვირვებლები და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ არიან იმდენი რამდენიც გვინდა, მაგრამ შარშანდელთან შედარებით გაცილებით ევთოოდირის წარმომადგენლობა არის საკმაოდ მეტი არიან და მერწმუნეთ, შარშა გოდანში, სადაც წელს ელენე ხოშტარია, აუცილებლად პირველივე ტურში გაიმარჯვებს. და იმ უსამართლობასაც პასუხს გასცემს, რაც გუშინ შარშანი კადრა ქართულმა ოცნებამ, იქ რომ დამკვირვებელი ყოფილიყო და უბრალოდ ენახა, რასაც ქართული ოცნება ჩადიოდა იმ რაიონში, სადაც ბიზინა ივანიშვილი არჩევნებამდე 2 დღით ადრე მიიყვანეს, დასკვნაშიც სხვა რაღაცეები ჩაიწერებოდა. მე თუ თქვენ მეუბნებით, რომ ოპოზიცია რო წააგოს, ესე იგი თქვენ მეუბნებით სახელმწიფო ასე იბატონო, შეგიძლია დამეთანხმოთ, შეგიძლია არა. მაგრამ მე ვათანაბრებ 2 ოქტომბრის მარტს ქართველი ხალხის დაუშვათ, ხო? რაც არ მოხდება, იმიტომ რომ გადამწყვეტ მომენტში მადლობა ღმერთს ქართველი ზოგ ჩვევია გაერთიანება და გავერთიანდით და კიდევ უფრო შევდუღავდებით. მე ვათანაბრებ ჯერჯერობით საპირისპირო საჩვენოს ბატონო. შანსის რომელი გორბის? სხვადასხვა კვლევები. შანსის საჩვენოს ყველა კვლევა. ყველა კვლევა რაც კი აქამდე გამოქვეყნდა. რა საჩვენებს? რომ ოპოზიციას ნაკლებია კვიდრე ოცნებას? რატო? არსად. რომ ოცნება ყველგან ლიდერობს. ამ შემთხვევაში მე გორბის გარდა მაგას არც ერთი არ აჩვენა. აი 2 ოქტომბრის მარცხი, ჩვენი მარცხი კი. Edison Research-მა იგივე აჩვენა. რა აჩვენა? Edison Research-მა აჩვენა იგივე? რანაირად? Edison Research-მა აჩვენა, რომ 70%-ზე მეტი მომხრეარი კოალიციური მმართველობის და ჯამურად და დამაჯერებლად იგებს ქართველი ხალხი, ოპოზიცია ხალხი.
რა ვქნათ ეხლა ამ წუთის მდგომარეობით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ვართ და პარტიის თავმჯდომარეები ვართ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არ ყოფილიყავ პარტიის თავმჯდომარე და პარტიული კუთვნილების იქ ვიქნებოდი, სადაც შევძლებდი ყოფნას. ავანტაჟი. იმიტომ რომ მართლაც არ მინდა, ხახნო, არ მინდა რომ ვიხილო ქვეყანაში ეპისკოპოსი, რომელიც ამბობს და აღიარებს რომ უსმენენ, მაგრამ იმდენად არის სუსის მიერ დაშინებული, რომ საუბრობს, მე რა რომ ისმენენო. და 2 ოქტომბრის მარცხი პარტიების მარცხი კი არ არის. ქვეყანას ეკარგება მომდევნო 15 წელიწადი. ყველა კვლევა რაც აქამდე გამოქვეყნებულა, მე არ საუბრობ მხოლოდ გორბის კვლევაზე. ბატონო ღარიბაშვილი, მოგისმენიათ ოდეს მე. არც კი უშვებ, აი დააკვირდით, ძვირფას მაყურებლებო. მდერობს მართველი გუნდი. არც კი უშვებს რიტორიკის დონეზე თორე ზუსტად ამიტომ გისმოთ მე კითხვას. უშვებს, რომ ოდესმე შეიძლება ბიძინა ივანიშვილი არ უნდა დაუშვას, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ იყოს მმართველობაში. მას უნდა დიახაც რომ ლუკაშენკოს ბელორუსია იყოს. ბატონიკა. მაგრამ მადლობა გმერთ, ბევრი ვართ, ვინც ამას არ დაუშვას. მე ეს კითხვა ერთხელ დაგისვით და დღეს აი ახლაც ჩვენმა კოლეგებმა ამერიკის მიდან ჩაწერეს ინტერვიუ მარია კალეურანთან. მან თქვა რომ ყველა მწინასწარ უნდა დაადასტუროს რომ აღიარებს საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას. მე ყველა სამივე თქვენგანს მინდა დაუსვა ეს კითხვა. თქვენ რა თქმა უნდა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადებული დასკვნა მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერც ერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა და ვერც ერთმა ელჩმა, ვერც ერთმა პარტნიორმა მე დღემდე სხვადასხვა ქონდა ჩვენ ერთობლივად საუბარი სხვადასხვა ელჩებთან და ვერც მითხრეს, რომ აი რატო არ აღიარე მაგალითად დანში დამარცხება შარშან. როგორ უნდა მე თვითონ თავადაც ვერ დაასვეს ეს კითხვა, ოფისი დაწვეს, იარაღით დაგვირგვეს უბნები. რა არ გააკეთეს, ხო? კითხვის ნიშანი არ ისმეოდა. კი ბატონო, გეუბნებით გულწრფელად ასევე. თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იტყვიან, რომ მაგარი არჩევნები ჩატარდა და ვაშა ბიძინა ივანიშვილს ეს რა არჩევნები ჩაატარავ, ჩვენ რა საპირისპირო რომ ვთქვათ, თქვენ სგავთ თვალები და დანარჩენ საქართველოსაც, ხო? მაგრამ ეს ვერ მოხდება, რატომ იცით, ეხლა ზურა ჩამოვიდა დასავლეთიდან, ელენე იყო გდანში, მე ვიყავი თბილისის სხვადასხვა რაიონში და ცოცხალ ადამიანებს ხვდები. აგვაღებიებს ხელს ცვლილებების განხორციელებისგან, ხახტო, ჩვენ კიდევ ერთხელ და დავასრულოთ, თუ შეიძლება აი ერთი წინადადება. რა ბრძოლაა ეს? ჩვენ ვიბრძვით შანსისთვის. აი ეს შანსი მინდა რომ ჩვენ ყველა მოვიპოვოთ, რომ ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და მე ვიფაიქროთ. ჩვენ ხელისუფლებაში მოსასვლელად ეხლა ამ არჩევნებზე 2 ოქტომბრის არ ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით ბოროტების დასამარცხად, რომელიც არჩევნებს არ გიტარებს. სუსის ემიერ ატარებს, მაგრამ ჩვენ ვეუბნებით, რომ არა. ვადამდელ კოალიციური მთავრობისთვის საგანიშნინებთ და ამის შემდეგ რა თქმა უნდა კოალიციური მმართველობა იქნება სულ რომ გავიგიჟდოთ თავი, ვერც ერთი მომდევნო ხელისუფლება ვერ იქნება ერთპარტიული მმართველობა. კაპიტანელი, თქვენი პოზიცია ევროპარლამენტარის მოწოდებაზე. რა თქმა უნდა, სამართლიანი არჩევნები უნდა აღიარო და ჩვენ მარცხი არაერთხელ გვიღიარებია. ეხლა შევხედოთ რა არის ეს არჩევნები. უკვე გაკეთებული ამერიკის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება, თქვენ ალბათ გაქვთ გამოცდილება ამ დიპლომატიური ენის კითხვაში, იქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ჩანაწერი დმანისის ინციდენტის მერე, რომ ესე თავისუფალი არჩევნები ვერ იქნება. სამართლიანი და თავისუფალი. სამართლიანი და თავისუფალი არის არჩევნების შეფასების გადამწყვეტი ორი სიტყვა. ანუ სიგნალები იმისა, რომ ეს არჩევნები თავისუფალი არ არის, უკვე ისმის. მე პირდაპირ გეტყვით, რაც საქართველოში ტარდება, ეს არჩევნები საერთოდ არ არის. ეს არის ხელისუფლების სპეცოპერაცია, სუსისგან მართული, სადაც თქვენ ძალიან კარგად იცით, ხო? მაგრამ მიდიხარ, ძალიან ბევრი გეუბნება, რომ ხარც გიჭერ, მაგრამ მეშინია. მეორე, ჩვენ უყურებთ პირდაპირ ეთერში ტელევიზია პროდუქტებს როგორ შეურაცხყოფენ ამ ხალხს. ამ შიერ ხალხს ეუბნებიან, რომ ერთხელ გაჭმევ არჩევნების წინ. კატასტროფა. 21 საუკუნეში ამას უბედავენ ხალხს. აი ხა გლდანში იძახიან რაღაცა გლდანის ვოლკები. მე არაერთხელ მივმართე მათ, ნუ ჩაყვებით ამ სიბინძურეს, ნუ ჩაყვებით, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ქვეყნის და ქალაქის მაცხოვრებლები ვართ და მოქალაქეები ვართ. ეხლა რა გვისტებს დაუპირეს ჩართვა. ნიკას არჩევნებზეც იყო ვინმე ცხვედიანი, რაღაცა რაგბის კავშირმა განცხადება გაავრცელა, რომ სინისტრულია და აპოლიტიკურები არიან, ესეთი განცხადება იყო. კადრებს გინდათ განახებთ სანამ არჩევნები, სანამ ჩვენი გადაცემა დასრულდება. ჩაგიგდებთ, შეგიძლიათ გაუშვათ. აი ეს აპოლიტიკური ცხვედიანი, რომელიც იყო იქ ხომლი თუ რაღაცა იმისი, რას შვებოდა წინა არჩევნებზე და როგორ ჩაიწერა TV1-ის, ისიც შეგიძლიათ გაუშვათ, TV1 ჟურნალისტი რო ესაუბრება, როგორ გეგმავენ ხმების მობილიზებას. ამიტომ მოდით თავს მოვიტყვეთ ბატონო დავით, ეს არჩევნები არ არის. ოღონდ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სპეცოპერაცია, ჩვენ ამ კოალიციური მმართველობის
მდგომარეობით, ხალხის ნების დაცვით, სოლიდარობით და ასევე ჭკუით ვაპირებთ, რომ ამ სპეცოპერაციაში მოუგოთ, მშვიდობიანად მოუგოთ და როგორც ნიკამ თქვა, დავიბრუნოთ არჩევნები, რომ მე ხალხი გადაწყვეტს, რომ ყობახიძე უნდა მართლად, კი ბატონო, უბრალოდ მე არ მგონია, რომ ბატონო ზურო, ეუთო ოდირმა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა თუ აღიარეს ეს არჩევნები. თქვენ როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დებთ პირობას, რომ აღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს. შენ ნახოთ რას დადებენ. მე ამ წუთში მე მათთან პრეტენზიებით მოძრაობ, მათ შორის შეხვედრები როცა მაქვს, პრეტენზიები მაქვს კონკრეტული. მათ შორის ნაწილი რაც ხა ელენე მილაპარაკა, მე არ მგონია, რომ ეხლა რაც არის წინა საარჩევნო გარემო, ამას ისინი ხა ამ წუთში ადეკვატურად აფასებდნენ და ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ. და კი, ამისი ნაწილი არის, რაც მოხდა დმანიშში, დმანიშში რაც მოხდა, რომ ადამიანს ერთ ადამიანს სახე გადაუჩეხეს თლიანად და მეორეს გაუჭრეს და ხელზეული ნაკვეთშობა ჰქონდა. ეგ არ არის მარტო დმანისის ამბავი, ეგ გავლენას ახდენს თლიანად საარჩევნო გარემოზე. ამ ქვეყანაში დღეს პანდემიის და სუსის დაშინების გამო ისედაც პრობლემაა, რომ პოლიტიკოსი წავიდეს სადმე რეგიონში და ადამიანებს შეხვდეს. ისედაც შეშინებულია ხალხი. როცა ეს ხალხი მათ შორის არის ჩემი ხარდამჭერი, ნეც ხარდამჭერი, ნიკას ხარდამჭერი, სხვა პარტიის ხარდამჭერი, ხედავს, რომ შეიძლება შეხვედრაზე მოვიდეს პარტიულ ლიდერთან და ამის გამო სახე გადაუხსნან აქედან ბოლომდე ცხადე ისინი აღარ გამოვლენ. ეს ნიშნავს, რომ არც მე და არც ერთ პოლიტიკოსს ამ ქვეყანაში ოპოზიციიდან პოლიტიკოს გულისხმობ, არ აქვს ნორმალური გარემო ადამიანთან კომუნიკაცია ჰქონდეს, მათ შორის პირად. თქვენ შესაძლოა არ აღიაროთ დავასრულებ. ეს არის ერთი ამბავი, რომ ძალადობის ამბავი არ არის მარტო დმანისის ამბავი და გარემოზეა გავლენა და ეს არის ნორმალური გარემო და შეუძლებელია შეფასო როგორც ნორმალური გარემო. მეორე არის ის, რომ კი არჩევნებს ამ ქვეყანაში ატარებს სუსი, მათ შორის ამ ჩანაწების გარშემოაც გაჩვენა, რომ სინამდვილეში ხა არჩევნებს ატარებს სუსი და ცესკო უბრალოდ რიცხვებს აფორმებს იმაზე. და ეგ შეუძლებელია, როცა ქვეყანაში იცი და მათ შორის დიპლომატებმა საკუთარ ტყავზე იგზნეს, რომ იმათაც კი უსმენენ. იციან, რომ ყველა სოციალურად აქტიურ ადამიანს უსმენენ და აკონტროლებენ და შეუძლია დააშანტაჟონ და ესე იმართება პროცესი, როგორ შეიძლება ეგ გარემო იყოს ნორმალური გარემო. ეს არის მეორე. და მესამე, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი, ოფიციალური შემოწირულები რო ნახოთ, ეხლა რო შეგვიდეთ აუდიტის სამსახურზე, ქართულ ოცნება ხარჯავს, ეხლა ამ წუთში თეთრ ფულზე მაქვს ლაპარაკი, არა შავ ფულზე, რომელიც 100-ჯერ მეტი იხარჯება, 5-ჯერ მეტი აქვს ვიდრე მთელ დანარჩენ პარტიას. და ისიც გასაგები, რომ ეს ფული რაც იქ არის, ამ ფულის 99% არის დაატკატებული იმ ვითომ ბიზნესებისგან, რომლებიც არის დაახლოებული ოცნებასთან. მიცემენ ტენდერით ჩვენი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებიდან ფულს იმად და ისინი აატკატებენ პარტიაში და ესე აქვს იმათ ფულადი რესურსი რაც აქვს. ეს სამი რაღაცა ძალადობა, სუსის მიერ მართვა და ფინანსური რესურსი უკვე დღეს რაც არის, უკვე ჩემი აზრით არ არის ნორმალური გარემო და მე ვერ ვხედავ ჯერ ამაზე ადეკვატურ რეაქციას. ამერიკის საერთაშორისო განცხადება კონკრეტულ იმაზე გასაგები იყო, მაგრამ ჩემი აზრით ამაზე ისინი ხონდა ხაოდენ და ყვიროდენ და ახავიან და გეკრიბოთ კითხვის ნიშნები. ჯერ მაქვს იმათა პრეტენზიები, მოვიდეს არჩევნები, ჩატარდეს არჩევნები, ნახოთ რას დაწერენ, რას გააკეთებენ და მე გავცემ ამ კითხვაზე პასუხს. ეხლა რატო უნდა? იმ შემთხვევაში ეხლა ამ წუთში შემიძლია გითხრათ, რომ ეხლა ამ წუთში ვარ უკმაყოფილო და ესეთი პრეტენზიებით მოძრაობ მათთან, იმიტომ რომ არ მგონია, რომ მათი რეაქცია იყოს ადეკვატური დღეს შექმნილი რეალობის. ამ სამი ისე ვიქნებით ბატონ ზურო, უბრალოდ თუ ისე აი ამ პრეტენზიები დავჭერ ბოლომდე და ისე არაადეკვატური რეაქცია გამოვალ და როგორც ეხლა ვიზახი, ისე ვიტყვი, რომ ეს არის არაადეკვატური შეფასება. ტყუილს არ ვიტყვი და იმის გამო, რომ ვიღაცა სადღაციდან არის ჩამოსული, არანაირი პიეტეტი არ მექნება და არ ვიტყვი, რომ რადგან ეხლა ამან ესე თქვა, არა, რაც შეეცდებით თქვენი პოზიცია მათ შორის დაიცვათ აქციებით ან რაიმე სხვა პოლიტიკური კომუნიკაციაში, ესაც ვიცავ კომუნიკაციაში და მერეც დავიცავ. კი, რა თქმა უნდა, კაცო, რისიც ჯერა იმას გავაკეთებ, ეხლა ვინც გინდა საიდანაც არ უნდა ჩამოვიდეს, მე რასაც ხედავ, რომ ესე არის, თეთრზე შავს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ვიღაცა არ ვიცი, მაიკლი ჩამოვიდა საიდანაც. დიდი პატივისცემით ვეყო, მადლობას ვუხდი ყველაფრისაც აკეთებენ, მართლა ვაფასებ ძალიან, მართლა ბევრად მეტი არიან ჩამოსული, როგორც ნიკა თქვა, ანუ მინიმუმ 10-ჯერ, 15-ჯერ მეტი არიან ჩამოსული ვიდრე შაშან და ეს ყველაფერი არის ძალიან დასაფასებელი ცხადია, მაგრამ ისაც მე უყურებ ჩემი თვალით რაც ხდება დღეს, ეს არ არის ნორმალური და მე იმათგან ჯერ ვერ ხედავ ადეკვატურ რეაქციას. ანუ მათგან ითხოვთ მეცაველი მუშაობას შეფასებით. მეცაველი მუშაობას ითხოვთ იგივე დამკვირვებლებისგან. საერთოდ მე არც რაღაცა, არც სანქციებს ვითხოვ, ჩვენი დასავლელი მეგობრები არც არაფერს არ ვითხოვ. ერთადერთი ვითხოვ არის სიმართლის ლაპარაკი შელამაზების გარეშე. ყოველთვის ერთადერთი რაც მინდა არის რომ სიმართლე რაც არის ის თქვან, მეც არაფერს არ ვითხოვ საერთოდ. სიმართლის ლაპარაკი მათი მხრიდან ახდენს პრინციპულ გავლენას ამ ქვეყანაში მათ შორის ეუთოდირმა შეიძლება შეალამაზოს ერთ-ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ქონდა. დასავლელი მეგობრები დღემდე ჩემი აზრით გარკვევი და ცალსახად არ იძახიან, რომ ამ მიუხედავად იმისა, რომ
დააგდეს შვიდაშჯე. ანუ ისინი იმ დოკუმენტს დაარქვეს საქართველოს ევროპული გზა და იმ დოკუმენტში იძახდნენ საჯაროდ ყველაზე მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების ნაწილი. თავზე გადაგვახიეს ჩვენც და იმასაც. იმის ვაგებად თუ გამოვიდნენ სასახად თქვა რომ ამის გამო ქართულმა ოცნებამ გადაუხვია ამ ქვეყნის ევროპულ გზას, მე ჯერ ეგეთი გზავნილი არ მომისმენია. არის რომ რაღაცა გზავნილები რომ შეიძლება აღქმული იყოს ესე, შეიძლება აღქმული იყოს ისე და რაღაცა და მე მინდა სასახად გზავნილები, მათ შორის ეხლა წინასაარჩევნო პერიოდში, იმიტომ ამას მნიშვნელობა აქვს ქართული ოცნების ელექტორატის როდესაც გადახვევაზე საუბრობთ, ბატონო წენაზე რომ ოცნება მიუხედავად მათი სრული სიდებილისა, მაინც არის პროევროპული ძალა და ეგ უნდა დაინგრეს და ბატონო, როდესაც გადახვევაზე საუბრობთ ხელშეკრულებიდან ალბათ გულისხმობთ ჩარლ მიშელის ხელშეკრულებას, ხო სწორად გავიგე. თქვენ როდესაც პარლამენტს ტოვებდით, თქვით შემდეგი რა, მე ვტოვებ პარლამენტს, პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით, ჩემს მიერ აღებული ვალდებულება, არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება. თუ თქვენ შემთხვევაში არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება. რატომ უნდა არსებობდეს მაშინ იმან დაარღვია დათო რა შემთხვევაში? არა. რაციონალური დათო, იცი რა მაინტერესებს? აი, მე ახლა უკეთესად ვიგრძნობდი თავს თქვენის აზრით. რიტორიკული იყოს კითხვა. მე რომ ვიყო ახლა ეცრუთა შეიძლება მურუსიძისკენ, ბელუაშვილისკენ, კობახიძისკენ, ბიძინევილისკენ უკეთესი მოქალაქე ვიქნებოდი. ანუ რატო პედალირებთ მაინდა-მაინც ახლა იმ მიმართულებით, რომ იცით რა, თქვენ რო ბატონიკა, მე არ ვპედალებ. ხახდო, თქვენ მართლა ხომ ეჭვი არ გეპარება ხელმოწერა ქალბატონ ელენეს არა ლეგიტიმური პირი ერთი ძალიან მდიდარი ადამიანი რომელმაც ისიც კი გაბედა რომ დიპლომატების მოსმენაც ჯერ ქალბატონ ელენეს ხელმოწერიდან გასვლის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტად მართულმა გუნდმა ქალბატონ ელენე დაასახელა ის რომ ნაციონალურ მოძრაობამ მოითხოვა, იმიტომ რომ მანამდე თქვენ ნანახეთ გაქვთ ორივე ვიდეო, კობახიძე რომ ამას რა მნიშვნელობა აქვს ნაცემამ მოაწერეს, მაგრამ ჩვენ ვალდებულება ავიღეთო და ორ დღეში რომ საპირეთ თქვენ სერიოზულად მელაპარაკებით კობახიძის სიტყვებზე. ჩვენ ხო ვიცით რომ მათ აიღეს ქვეყნის წინაშე ვალდებულება, რომ აი ეს არის ჩვენი თამაშის წესები. აი ეს და მე უკვე რომ მიხვდნენ რომ აგებენ თქვენს რომ არა მოვიტყუე მაშინ. ამიტომ რაზე არის საერთოდ ლაპარაკი? ის რომ მათ ბელარუსთან დადეს ხელშეკრულება, ბელარუსთან, რომელიც გაერთიანდა რუსეთის კგბ-სთან. და ამის პარალელურად მიშელის ხელშეკრულება. იმისიც გჯერათ ბატონო დავით თქვენ რომ ევროკავშირიდან მიკროფინანსური არა. მე რისი მჯერა ქალბატონ ელენე ამაზე არ არის. თქვენ საზოგადოებას, ბუნებრივია საზოგადოებას მე არ ვიცი ოპოზიციის მე გისურვებთ კითხვას, რომ საზოგადოებას არჩევნებამდე 4 დღე ჩემ მოვალეობა არის ეს რომ ყველა კითხვა იყოს პასუხგაცემი. დახმარება რო არ მიიღეს ევროკავშირიდან, იმისიც გჯერათ თქვენ რომ იმიტომ არ მიიღეს რომ სესხი აღარ გჭირდებოდა და მე ორ კვირაში სხვა სესხი რომ მიიღეს? ანუ ისინი რასაც ამბობენ, ის არგუმენტად არ გამოდგება, იმიტომ რომ ყოველ დღე სხვადასხვა რამეს ამბობენ და სიტყვას ფასი უბრალოდ არ აქვს. არ გჭირდებაო სესხიო და ორ დღეში სხვა სესხი აიღეს. სესხი კი არა, უპროცენტო დახმარება იყო მაკროფინანსური. რა თქმა უნდა, გადაუხვიეს ევროკავშირის გზას და ეს ძალიან ცხადი და ცალსახარი და მაგიტომ მიიღებენ ზუსტად პასუხს. რაც მინდოდა მე თქვა, თუ შეიძლება მანამდე არჩევნებზე უბრალოდ არ შემილია ეს გამოტოვა. თქვენ წარმოგიდგენიათ მასწავლებლების ფაილები ნახეთ და სკოლის დირექტორები. სხვა ჩვენს ერთ-ერთი შვილი იქ იყო მოხსენიებული რუსთავი 2-ში მუშაობსო. ჩვენთან სამწუხაროდ უსაბედნიეროდ ეს კრებსები არ გადმოგზავნიათ, არ ვიცით მიზეზი. არა, ტელევიზორში იყო სადღაცა მაშინ ყავს ხო გადაგზავნილი. ტელევიზორში იყო რომ დასტურდება ამ მასწავლებლები. სკოლის დირექტორებზე ამბობენ რომ ეს ცუდი პიროვნება როგორ იყო? არასანდო პიროვნება. საბჭოთა ტერმინოლოგიით წერენ დოსიეებს ადგენენ ადამიანებზე. ეს თავისუფალებების გამოხატვის არჩევნებია? არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ წუწუნებთ. ჩვენ ვიცით რაში შევედით, ვიცით რომ სპეცოპერაციაში შევედით, ჩვენ იმ მასწავლებლების დასაცავად შევდივართ. იმ დირექტორების და სხვა შორის იმის მიხედვით კი არა, ვინ ჩვენ გვიჭერს ხარ და ვინ არ გვიჭერს, ვინც არ გვიჭერს, იმის თავისუფალებისთვისაც შევდივართ. ზუსტად არაერთი მასწავლებელი იყო უამრავი, რომელიც 20-20 არჩევნების შემდეგ გაუშვეს. ეს ხალხი მოდიოდა ტელევიზორში საუბრობდა რომ პოლიტიკური დამიბარა გამგებელმა და შენი ქვის პოლიტიკური პოზიციის გამო გამიშვესო. და მე გამოქვეყნდა ძალიან მალე ეს კრებსები რომ თურმე ფაილებს ადგენენ. ეს ხო, ესე ვის უნდა ცხოვრება? ვის უნდა, როგორ შეიძლება მოგწონდეს ოცნება, არ მოგწონდეს სხვა პარტნიორი, ესე ვინმეს უნდა ცხოვრება? ბატონ ზურა, თქვენი საარჩევნო კლიპი ვნახე. ალბათ ემსახურებოდა იმას, რომ ამორჩეველი არ დაიბნეს და იცოდეს ვის რა ნუმერაცია აქვს არჩევნებს. ამაზე იყო ძალიან ბევრი კითხვა. როგორ გავიგოთ, როგორ გავიგეთ თქვენს Facebook გვერდზეც ვნახეთ. მსგავსი თქვენი საარჩევნო კლიპი ვნახეთ. თქვენს ნაციონალურმა მოძრაობამ უბრალოდ ამ ერთობაზე გაჩნდა კითხვები და ამიტომ უნდა რომ საზოგადოებას მეტი თავისუფლება ზურაგიში მეტი თავისუფლებასთან ერთად ელენე ხოშტარიას პარტია დროასთან ერთად მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება
ერთობის სასარგებლოდ და არც ერთ მაჟორიტარულ ოლქში არ დავაყენეთ ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი პარტიიდან კანდიდატი. შესაბამისად, ჩვენ ხარს ვუჭერთ ევროპული საქართველოს მაჟორიტარულ კანდიდატებს ზურაგიჩის პარტიიდან, კანდიდატებს და ელენ ხოშტარიას დროას პარტიიდან, კერძოდ დიდუბეში, თუ შეიძლება უნდა მომწეს რა ამის შესაძლებლობა. დიდუბეში ჩვენ ხარს ვუჭერთ და მთელ ნაციონალურ მოძრაობის ამომრჩევლებს ხარდაჭერებს მოუწოდებ კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ხმა უნდა მივცეთ ნიკა მოსიაშვილს, არაჩვეულებრივ ახალგაზრდას. ნაძალადებში ბადერ გრიგალაშვილს ზურაგიჩის პარტიიდან. ხმა უნდა მივცეთ და დაუჭიროთ ელენე ხოშტარიას გლდანში და პირველ ტურში უნდა მოიგოს ელენე ხოშტარია და მოიგებს აუცილებლად ბათუ ქუთელიას ვაკის რაიონში, თამაზ ახობაძეს გწანიში, ამ ყველა კანდიდატს ჩვენ ხარს ვუჭერთ ნაციონალურ მოძრაობას. ასევე ბორის ყურუას საბურთალოზე მხარი უნდა დავუჭიროთ და დავუჭერთ აუცილებლად მთელი ნაციონალური მოძრაობა. გიორგი ნონიაშვილი გრწანიში და ევროპულ საქართველოსთან ჩუღურეთი მაპატიეთ ჩუღურეთი გიორგი ნონიაშვილი ხარს უჭერთ და აუცილებლად დაუჭერთ. თენგო კირდაძე მთაწმინდაზე ოქროყანელებს, წავკისელებს, შინდისელებს, ტაბახმელელებს, კიკეთელებს, ვერელებს, სოლაკელებს ვთხოვ, რომ არაჩვეულებრივ ადამიანს მხარი დაუჭიროთ, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე განსაკუთრებით არის ისეთი, რომ აი უბრალოდ შეუძლებელია რომ ახალგაზრდა პერსპექტივა ადამიანმა თენგო კირდაძეს სახით არ მოიგოს ეს არჩევნები, მთაწმინდას უნდა მოიგოს. დათოჟღენტი სამგორში მიმართავ სამგორელებს, ნაციონალურ მოძრაობის ამორჩევლებს, ხარ რომ დაუჭიროთ. იმიტომ კი არა რომ ჩვენი იდეა ფიქსია, რომ ვიყოთ დეპუტატები, მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ვიცემერი და არა. ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და გადის ამ თანამდებობებზე წელს. შეუძლებელი არის სხვაგვარად ჩვენ მოვიპოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ბესო დონაძე ისანში. მთელი ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლები ვუჭერთ მხარს ბესო დონაძეს. შარშან ამის მსგავსი, არაფერი არ ყოფილა პირდაპირ გეუბნებით. წელს ეს არის. იმის მსგავსიც არ ყოფილა, უნდა ვაღიაროთ ნაციონალურ მოძრაობა, მაგალითად 60%-მდე კომისიის წევრები და დამკვირვებლები და წარმომადგენლები უბნებზე შეცვალა. ეხლა არც ის არის დასამალი, რომ ბევრი მათგანისადმი გაჩნდა უნდობლობა და შევცვალეთ. შევცვალეთ ნამდვილად. იცით ვინ დავაყენეთ უბნებზე? საკუთარი ოჯახის წევრები. მეტი სანდოობისთვის. ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის მომავლისთვის იბრძოლებენ და გუშინ 27 სექტემბერი იყო და ელენე ხოშტარიას ქონდა შეხვედრა გუშინ გლდანში და ვთქვი და მინდა გავიმეორო თუ შეიძლება, იცით? მე ამაყებოდა აი გუშინ რომ საუბრობთ მეგობრები და გავიხსენეთ ჟიული შარტავა და გურამ გაბისკირია, რომლებაც საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს სამსხვერპლზე, შეაგდნენ მტერს და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღე აქციეს ღირსების დღედ. იცით? ბატონიკა, და მე თქვენ ვიცით 2 ოქტომბერი გარდა არჩევნების არ არის. ჩვენ რო ახლა იარაღი ამოიღოთ და დამიმიზნოთ ან შუბლზე დამადოთ, ისე როგორც ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას და სხვებს გაუკეთეს და რაღაცა მითითება მოვცეთ, მე არ ვარ დარწმუნებული რომ თქვენს მუქარას არ დავყავდით, იმიტომ რომ მოიწყო შეიძლება ძალიან დიდ ვაჟკაცობას და ძალიან დიდ მამაცობას, რაც არ ამგონია რომ ამ ხარისხის გონდა რაც აღმოჩნდა ჟიული შარტავას სულში და გურამ გაბისკირიას სულში. რატო ყვები ამ ყველაფერს? აი ესეთი მაგალითები გვაქვს. ძვირფასო ქართველებო. და თუ რომელიმე სუსის სააგენტოებთან კავშირზე მყოფი ვითომ მოკრიმინალო ელემენტმა ამ ქვეყანას მომავალი უნდა წაართვას ჩვენი თანამონაწილეობით, რომ ჩვენ მათ წინააღმდეგობა ვერ გავუწიოთ 2 ოქტომბრის არჩევნები არ გავაყალბებიოთ? რა თქმა უნდა, არ გავაყალბებინებთ. არ გავაყალბებინებთ, იმიტომ რომ არ მინდა. კითხვა მინდა. კი. ხო? ზუსტად ვიცი, ეხლა მე რო ვიყო წამყვანი და თქვენ რო იყოთ აქ. აი ჩემზე უფრო მძაფრი შეფასებები გექნებოდათ კითხვა მინდა დაგისვათ რეჟიმის მიმართ. ვინაიდან შეეხეთ 27 სექტემბერს? ივანიშვილის საქართველოში შვილების გაზრდა ვიცი, გრძნობ, ბატონიკა. გათხოვთ. ისევე როგორც ყველა თანაშრომელს პრაქტიკულად ვატყობ, რომ დაირაზმებით წახვალ და ოპოზიციას მისცეთ თქვა. 27 სექტემბერს შეეხეთ. თუ იცით, დროა. ბატონიკა. ლელო, ევროპული საქართველო არა პარტია. კითხვას დაგისვამთ. არა ოცნება. დიახ. ახსენეთ 27 სექტემბერი. 2 ოქტომბერი თუ იცით თვითმმართველობის არჩევნების გარდა რა დღეა?
2 ოქტომბერი. დიახ. რა დღეა? ეს არის გაგრის დაცემის დღე. დიახ. სოხუმის დაცემის გასაგებია, მაგრამ სოხუმის დაცემის დღე. არა, კარგი იქნება თუ პოლიტიკოსებმა მხოლოდ სოხუმის დაცემის დღე არ ეცოდინებათ, არა, სოხუმის დაცემის დღე არის ასოცირებული რეალურად აფხაზეთის დაკარგვასთან და ტრადიციულად ყველა ხელისუფლება და ყოველწელს ჩვენ აღვნიშნავთ, გასაგები. მნიშვნელოვანია. მოდით ამ მრჩეველს დავეხმაროთ ახლა ნუმერაციასთან დაკავშირებით ბატონი. 27 ნუ დავასვო მნიშვნელოვანი 27 ჟიური შატავა და გურამ გაბისკირია და სხვაებმა კიდევ. ალასანია. ალასანე მოახერხეს რა, რომ ღირსება შევინარჩუნეს და მიზნზე დღეს გვიქციეს, ხახლო. ეს არის და ჩვენ თუ ვაპირებთ აფხაზეთის დაბრუნებას, ზურამ დაწერა გუშინ არაჩვეულებრივი Facebook პოსტი 3%-იანი ეკონომიკური ზრდით და ოლიგარქიული რეჟიმით, ან გაგრის, ან ბიჭვინთას, ან სოხუმის დაბრუნებას, ის კი არა გალში, სადაც ნაწილობრივ ქონდა ჩვენ გავლენა შენარჩუნებული, ქართულ ენას აღარ ასწავლიან სკოლებში. ბატონ ზურა, გალბატონელიან, დავეხმაროთ ამ მრჩეველს. ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა, როდესაც არის ერთობა, სხვადასხვა ნუმერაცია, როგორ უნდა ავირჩიოთ, დიახ. და ვის უნდა მივცეთ ხმა. რომ აუხსნათ თქვენ სამომრჩეველს, ჩვენს მაყურებელს. ნიკამ ჩამოთვალა პრინციპში თბილისში ყველა ოლქი გაიარა, ერთადერთი რაც შემიძლია დავამატო არის ის, რომ ну მათთვის ვისაც გაუგებარია მაინც ეს პროცედურა როგორი არის, უბანზე რომ შედიხარ, იქნება 3 ბიულეტენი, ერთი ბიულეტენი არის მერის ბიულეტენი და ჩვენ ყველა პარტია უჭერთ ნიკამელიას ხარს და ეს იყო შეთანხმების ნაწილი, მეორე ბიულეტენი ეს არის მაჟორიტარის ნაწილი და ნიკამ სათითაოდ ჩამოთვალა ყველა ოლქში ვინ არიან შეთანხმებული მაჟორიტარები ამ პარტიებს შორის და ამ მესამე ბიულეტენი არის პარტიების ბიულეტენი, სადაც ვინც რაც უნდა იმას ხაზავს, ანუ ვისაც რომელი პარტია მოწონს და იქ ბევრი პარტია იქნება, ნებისმიერი პარტია შეუძლია შემოხაზოს. ეს არის სულ რა ვიცი, არ მგონია რომ მე ყოველთვის ისამ აქ ხომ რა ჩემი გიჩის ხარდამჭერებისთვის რაღაცა არ მგონია ხომ რომ ეს იყოს იმდენად რთული რაღაცა რომ რაღაც ეგეთი დეტალური ინსტრუქცია ჭირდება. გიჩმა გააკეთა კარგი გზამკვლევის ხოთ შორის Facebook-ზე, სადაც შეგიძლია ნახოთ. რომელ რაიონში აძლევთ ხმას? მე ვაძლევ სამწუხაროდ სხვათა შორის და ამაში მე მგონი პოლიტიკოსების დამსახურებაც არის მედია ვზარალობთ ყველაზე მეტად. იმიტომ რომ ჩვენ სამსახურებში მოვდივართ დილის 5 საათზე და წლებია უკვე ვიხვეწები იმას რომ გადასატანი ყუთი მაინც ვაკის ანუ ბათუკუთელია სამორჩეველი ბრძანდები თქვენ ხალბატონელს მივცეთ დასრულების ხო ანუ კოალიცია ზოგადად ხო ანუ თავარი ამოცანა რა ჩვენი არის რომ კოალიციური იყოს მართლობა რა თქმა უნდა ამ ტექნიკურ სირთულე რა ვარ თქვა თუ გნებავთ შეიცავს რომ ანუ ერთი პარტია კი მარტივი არის რა რაღაც 51 ყველა ოღონდ ზუსტად ეგ არ გვინდა რომ უბრალოდ მარტივი იყოს შემოხაზვა და რთული იყოს ცხოვრება ამიტომ ჯობია ცხოვრება იყოს უკვე და შემოხაზვაზე ცოტა ვივარჯიშოთ ანუ სამი პარტია არის მაჟორიტარად ეს არის დროა გირჩი და ევროპული საქართველო და ნიკამ ჩამოთვალა მგონი ისანი არ უთქვამს ბესოდონაძე ორი ნომერი და ხო და კწანისი თაზოახობად ანუ განაწილებული არის უბნები ანუ მაჟორიტარულ ოლქში შემოხაზავთ იქნება ან 32 ან 45 და ან ორი ნომერი მერობის საერთო ჩვენი კანდიდატი არის ნიკამელი და პარტიებში შემოხაზავთ რომელსაც გინდათ არაფერი განსაკუთრებული ცირთული არ არის გირჩმა გააკეთა ძალიან კარგი გზამკვლევი სადაც შეგიძლია შეიყვანო რომელ უბანში ხარ და ამის მიხედვით გადაწყვეტო ეს არის მთელი ხიბლი ამ ყველაფრის რომ და სხვა ჩვენს ნაციონალურ მოძრაობამ გადაწყვეტა რომ საერთოდ არ დაეყენებინა კანდიდატები. გონიათ არ შეეძლოთ რომ კანდიდატები დაეყენებინა თქვათ ნებისმიერ 10-დან რომელიმე უბანში. არა, ეს არის ძალაუფლების განაწილების წინასწარი მაგალითი. ანუ იმას კი არ ამობე რომ მე რომ მოვალთ გავანაწილებთ. წინასწარ გაანაწილეს და თქვენს რომ ამ საკრებულოში მაჟორიტარები იქნებიან სხვა პარტიები კოალიციაში შემავალ. გასაგები. ბოლო კითხვა მექნება ერთი მაჟორიტარული უნდა გამოყო 30 წამჭირდება. ეს არის რაიონი, სადაც დავიბადე, გავიზარდე სკოლაში ვიარე, ბაღშიც ვიარე, მაინდა შედევრი თაწმი რაიონი. გირჩის მეტი თავისუფლების წარმომადგენელი თემო გირთაძე და ოპონენტი ისინი ყავთ. აი წარმოიდგინეთ ეხლა, ხშირად საუბარი არის და სოციალურ ქსელში იწერება, რომ აი გუბა სანიკიძე, ესე იგი ჯერ ქართულოცნებაში იყო და ეხლა არის ოპოზიციაშიო და ამით აკნინებენ ეხლა ადამიანს თურმე. ადამ ოპოზიციაშია, ხო? მაგრამ ნახეთ ვინ არის ქართული ოცნებიდან იქ. წარმომადგენელი კანდიდატი 2016 წელს იყო ირაკლი ალასანიას პარტიიდან და მე ვარ შოკოლადი ვარ იმასთან შედარებით რა შეფასებებსაც აკეთებდა ეს ბატონი
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ქართულ პოლიტიკაში ეს რატო არა თუ შეიძლება თქვენს გვერდით ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში მინახავს პოლიტიკოსი რომელიც მოსკოვში ჩადიოდა და ოკუპაციის ამღიარებელს ესეთი რაღაც არ მომტარა დათო უნდა დამასრულებლოთ აი აუცილებლად უნდა ვთქვა ეს ადამიანი გეუბნებით ჩემთან შედარებით არის წარმოუდგენელი მძაფრი შეფასებებში 2016 წელს ოლიგარქს ეძახის, რეჟიმს ეძახის, ამბობს რომ რა უბედურება ქართულ ოცნებას რა მილიონებს ხარჯავს ბილბორდებში აშენდა 2016 წელს. 2020 წელს ქართული ოცნების რიგებიდან იყრის კენს. და წარმოგიდგენთ 2024 წელს მე რომ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყო. ნორმალურია ეს ყველაფერი? კიდევ გეუბნებით, ხო და აგერ არის არჩევანი თაწმინდაზე, აგერ არის კირთაძე გირჩიმეტი თავისუფლება და იქით არის ადამიანი, რომელმაც ეს იკადრა. აი მარტო ამ საქციელით ჩანს რომ ქვეყანას ვერ ექნება და თბილისს წარმატება, როდესაც ასეთი ადამიანები ამაზე ბედავენ და თბილისის მონოპოლარი და 2 ოქტომბრის შანსი ქართულ პოლიტიკაში გამოსარიცი არაფერია ბატონო. საკრებულო, მრავალპარტიული, კოალიციური გასაგები მართლობის ქვეშ მოქცეული. სანამ ეს შანსი არის სანამ თქვენს მიზანს მიაღწევთ ბუნებრივია ამორჩეველი მათ შორის ეგრეთ წოდებული გადაუწყვეტელი ამორჩეველი ყოველთვის ელოდება თავის პრეზენტაციას და ერთგვარ პროგრამას ჩვენ ვხედავთ თქვენი თავარი ოპონენტის კახა კალაძის თითქმის ყოველდღიურ პრეზენტაციებს იგივე ურბანულ განვითარებაზე, სატრანსპორტო პოლიტიკაზე პირველ რიგში და ასე შემდეგ მაქვს კითხვა გაქვთ თუ არა შენიშვნები ან მოგისმენიათ თუ არა და თქვენ რას თავაზობთ სამივე წარმომადგენელი სამი ლიდერი რას თავაზობთ დედაქალაქის პასუხის თქვენ ამ შემთხვევაში ბატონ ზურა მესტიელ ამორჩეულ საინტერესო ნამყოფ თუ ხართ მესტიაში და რამდენჯერ მესტი ამდენ ვარ ნამყოფი 2008-ში ავდიოდი და მოვტრიალდი გზიდან ომი რო დაიწყო მაგრამ მესტიაში მე ფორმალურად თავარ ტექნიკური სიები გავაკეთეთ და ექსინამდვილ ბექა ხერგიანი არის ჩვენგან ვინც არის მეორე ნომერი და თუ იქავიღეთ საკმარის ხელი ბექა შევა და იქნება გამორჩეული ხმა იქნება მესტის საკრებულოში დარწმუნებული ვარ თვითონ რაც შეეხება თბილისის ამორჩეველს ასპიდებით მე ზოგადად მე მგონი ჩვენ ყველა ამ არჩევნებს არ უყურებთ ესე როგორც ეს არის რომ ის იყოს ტიპიკური ადგილობრივი არჩევნები მე ზოგადად არ მჯერა რომ ამ ქვეყანაში საერთოდ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობა მათ შორის კალაძის პრეზენტაციებს არ უყურებ მაგრამ საერთოდ ამ გონია ბევრი საკითხი რომელზეც კალაძე ლაპარაკობს მისი გადასაწყვეტი რომ უნდა იყოს და საერთოდ არ მჯერა რომ რაღაცა ქვეყნის 1/3-ის მოქალაქეს მოსახლეობის 1/3-ს უნდა ყავდეს 1 და დანარჩენს კიდე რა ვიცი რამდენი 60 თუ რაღაცა არასწორი არის ეს ყველაფერი და გასაგებია თვითმმართველობა ამ ქვეყანაში არ არსებობს ამ ქვეყანაში მთელი ძალაუფლება კონცენტრირებული არის ცენტრში ამ ქვეყანაში მთელი ფული კონცენტრირებული არის ცენტრში და ამ ქვეყანაში რაც კი აქტივები არსებობს და ბოლშევიკებმა წაართვეს წინააღმდეგ მთელი ამ აქტივების ფლობელი საკუთრების ფლობელი არის ისევ ცენტრი სამისად თვითმმართველობა არის უბრალოდ ფორმალურად არჩევნებს ატარებს ვიღაცას დასვამ და ის ვიღაცა ემორჩილება ცენტრიდან ბრძანებს და ცენტრიდან გამოშვებულ ფულს ანაწილებს რაღაცა იმაზე შიდა პარტიულ სტრუქტურებს ეს არის დღეს საქართველოს თვითმმართველობა და ხო კი რაღაცა გზების დაკება და კანალიზაციის გაყვანა რაღაცა სადღაც ვისწავლეთ მაგრამ თვითმმართველობა ეგ არის თუ თვითმმართველობა გინდა რომ მართლა გქონდეს და თვითმმართველობა მართლა მნიშვნელოვანია მაშინ მნიშვნელოვანია სადაც ჩვენ ლაპარაკობთ ცენტრალიზებული ძალაუფლება უნდა დაიშალოს. ამის ერთი ნაბიჯი არის კოალიციური მთავრობა და აქ იყო ლაპარაკი, მაგრამ ამის გარდა არის კიდევ ბევრი რაღაცები გასაკეთებელი. მათ შორის მაგის ნაწილი არის ის, რომ საკუთრების ფლობელი ცენტრალური ხელისუფლება არ უნდა იყოს და მოქალაქეები უნდა გახდნენ და ეს საკუთრება დასაბრუნებელია და როცა ადგილზე გეყოლება კერძო საკუთრები, მარტო მაშინ გაჩნდება იქ კერძო ინტერესები და მარტო მაშინ შეიძლება იქ წარმოიშვას რეალური თვითმმართველობა და ფული რაც გამომუშავდება ადგილზე, ამ ფულის დიდი ნაწილი უნდა დარჩეს ადგილზე და ადამიანები ადგილზე უნდა გადაწყვეტონ საკუთარი ბევრი პრობლემა და ცენტრში უნდა მოდიოდეს ძალიან პატარა ნაწილი ამ ფულის და ცენტრალური ძალაუფლება უნდა იყოს მაქსიმალურად შეზღუდული და მკაცრად შეზღუდული რაღაც პატარა ფუნქციები. დანარჩენი ყველაფერი უნდა წყდებოდეს ადგილზე. მაშინ გვექნება რეალური თვითმმართველობა. მაშინ აქ აზრი თვითმმართველობაზე ლაპარაკს და საუბარს იმაზე, რა შეიძლება ეს ფული დაიხარჯოს და მაგაზე კამაც. ეხა საუბარი იმაზე, რომ საქართველოში რაღაცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და რა სიზავ თვითმმართველობაში და რა უნდა ქრას. ეხა რომ ნიკა შევიდეს კამათში მელიასთან ან არ ვიცი ნებისმიერ სხვა იმასთან, უფრო მაგრა და ასფალტს ამდენი სანტიმეტრით მაგას დააგებს და უფრო განიერს თუ რა. ეგ ხო ეხა სისულელე არაადეკვატურია დღეს ქვეყანაში შექმნილი რეალობის. ჭაობში ვართ, ვიძირებით და ამ არჩევნებზე თუ ხელისუფლება არ შევცვალეთ, იქიდან მე მოტრიალება დაგვიждდება ბევრად უფრო ძვირი. მადლობა. ხალბატონ ელენა. ორი რამე მინდა ვთქვა, ერთი ყველაზე მთავარი რაც ქალაქმა უნდა დაიბრუნოს იმისთვის, რომ მე სწორი გადაწყვეტილებები იყოს, როგორც გარემოს დაცვის და ჰაერის დაბინძურების კუთხით, სატრანსპორტო პოლიტიკის კუთხით, ურბანული განვითარების კუთხით, რაც ყოველთვის 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენ ქალაქში, საჯარო სივრცეების შექმნის კუთხით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
აქ იმაზე კი არ არის რომ მე ახლა უნდა მოვყვე რომ რაფერის ბუჩქი მომწონს და როგორ ფანტანებს გავაკეთებ ქალაქში. არამედ აქ თავარი არის ანგარიშვალდებულების მოდელს გადავიტანთ ყველა ქუჩაზე, მოგწონთ როგორც. სხვა შორის საჯარო კონკრეტულად ჭავჭავაძეზე ბევრი შეცდომა არის დაშვებული, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კონცეფცია და საფეხმავლო სივრცეების შექმნა და არა მხოლოდ სამანქანო გზების კი მომწონს და ეს სწორია, უბრალოდ ისე არ უნდა გაკეთებულიყო, როგორც გაკეთდა, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ეს ყველაფერი ტრანსპორტი იქნება ჰაერი თუ ურბანული განვითარება ეს ყველაფერი გადაწყდება მაშინ, როდესაც ქალაქში იარსებებს ანგარიშვალდებულების სისტემა. როდესაც კალაძე ფულს თუ მოიპარავს მაგალითად, ამის მაკონტროლებელი, ან თქვათ მელიას წაუწდება რამეზე ხელი, ამის მაკონტროლებელი იქნება საკრებულო. საკრებულო დღეს არის ფიქცია. რატო არავინ არ იცის, ვინ არის საკრებულოს თავმჯდომარე? არიციან მასიურად. არიციან, იმიტომ რომ საკრებულო არ იღებს მონაწილეობას პოლიტიკის შემუშავებაში. ეს არ არის სივრცე, სადაც პროფესიონალები მივლენ, მსჯელობენ და მათ გავლენა ექნებათ რამე პროცესზე. ეს არ არის ადგილი, სადაც ბიუჯეტის ჩამოყალიბების პროცესში პრიორიტეტებზე რამე გავლენა, ან ბიუჯეტს აკონტროლებენ, ან კორუფციას აკონტროლებენ. საკრებულო არის როგორც პარლამენტი არის ბიძინევანიშვილის გაგრძელება, ესე საკრებულო არის მერის გაგრძელება. არცებით ერთ უნდა შევძლებოთ. მეორე, უბნები უნდა იღებდნენ მონაწილეობას. შეუძლებელი არის მერი წყვეტდეს ფონიჭალაში და წყნეთში ერთნაირად რომელი ორმო უნდა ამოიხსოს. ამიტომ ეს ანგარიშვალდებულების სისტემა უნდა გამოსწორდეს მათ შორის თბილისში. ეხლა მეორე რაც მინდა ვთქვა. აი კალაძე რო დადის და ლაპარაკობს, აი რამდენი ორი უნამუსობა მინდა ვთქვა რა, როგორც მინიმუმ. ერთი ბანერი აქვს მეტი სიცოცხლე ყველა უბანში. აი ახლა მითხარით ადეკვატური არის თუ არა ეს იმ ტრაგიკული სიტუაციის, რასაც ჩვენ უყურებთ. ლექსო ლაშქარავადან დაწყებული, რომელიც თქვენი კოლეგა, რომელიც გარდა იმისა, რომ ზუსტად აი ამ თბილისის უბანში და ქუჩაში ცემით მოკლეს პოლიციის თანდასწრებით, როგორ არ უნდა შეგწყვეს, რომ ეს თქვა, ან განმარტება მაინც არ გააკეთო ამაზე. ის ნიკო კვარაცხელი ახალგაზრდა ბიჭი რო ჩაცხრილეს და განცდა თქვენც ახლა ერთ ქალაქში ცხოვრობთ, ხო? ჩემი მეგობრი შვილები, ახალგაზრდები, რომლებიც დაიბადნენ დამოუკიდებელ საქართველოში და მათ საერთოდ სხვა პრეტენზიები აქვთ ამ ცხოვრების მიმართ, დამსახურებულად და ქუჩაში რო გადიან, მე მეუნებიან გუშინაც მითხრეს, გუშინცინაც თითქმის ყოველ დღე რომ ეშინია დღამე გარეთ გასვლა. შეიძლება იყო ესეთი ცინიკური და უტიფარი და თქვა, რომ მეტი სიცოცხლე ქალაქში. ეს ერთი ტყუილი და როგორ გინდა, აი ტყუილის გარდა აი რაღაცნაირი უტიფრობა, მოდი რა თქვი რა, რომ რა პრობლემა არის და აი შეწუხდი იმაზე, რომ ხალხს მართლაც ემენ და კლავენ ქუჩაში და მეორე ლაპარაკობს, რომ მე მოვჭი ურბანულ რაღაცა ჯოჯოხეთს, თუ არ ვიცი რა სიტყვებს იძახის. აი ხა შემინდა ჩამოყალო. 12 სართულიანი კორპუსის მშენებლობა ნუცუბიძის დამეწყრილ ტერიტორიაზე. შვანიას 12 ნომერის მშენებლობის გამო გეოლოგიური ცვლილებები მოხდა. ძიურის ტერიტორიაზე ასევე მეწყერ იმის საშიშროება. ატენის 16 ნომერში, პოლიტკოვსკაის 55, ბაგებში მეტრა დეველოპმენტი, ლორდ ხვანიძის ქუჩაზე, წყნეთის გზაზე. ბევრი შემიძლია კიდე ჩამოთვალა. იპოდრომი დღეს მქონდა შეხვედრა იპოდრომის გარშემო მცხოვრებ ხალხთან. მერია იცით რა შვება? ჯერ ერთი გადაწყვიტა ხალხს არ ეკითხება საერთოდ არ არის და გადაწყვიტა რომ იაპონური ყვავილები ჩამოიტანეს და ბეტონი ჩააწყას იპოდრომზე, რომელიც არის ერთადერთი სოციალური რაღაცა ინტერაქციის და იქ რაღაცა სპორტსმენიც იქ არის, აღსაც ასე იდნენ, კითხულობდნენ ასე შემდეგ. მან ვინ მიცა ამის უფლება მერს, რომ ბეტონი ჩააწყას და იაპონური ყვავილი ჩამოიტანეს და ამაში კიდე უამრავი ფული დახარჯოს. და იცით რა შვება კიდე, რომ დაიწყოს მშენებლობა, მიმართავენ რომ პასუხი გაგვეცი რატო აშენებდა, მე არ მეხებაო. ამიტომ აი ეს მთელი თქვენ ახლა რაც მოყევით რომ კამპანიას აწარმოებსო და ასე შემდეგ სამწუხაროდ, იმიტომ რომ კონტროლი ძალაუფლების არ არსებობს, ძალიან ბევრ ტყუილზე არის აგებული. გასაგებია, ბატონიკა, თქვენი მოწოდებაც და უნდა დავასრულოთ. ძალიან მოკლედ, თქვენ ეს ყოველთვის კარგად გამოვიდით, რომ 95% გვასაუბრეთ იმაზე, რაც თქვენ გაინტერესებთ და მე ვიტყვეთებოდი ახლა ვისაუბროთ და ორი სიტყვის თქვის შესაძლებლობასაც არ გვაძლევთ. არა, მე უფრო მეტი შესაძლებლობა მოგეცით. სხვადასხვა ახლა სანამ თქვენ გისმენდით ყურადღებით, ახლა სკროლობდი Facebook-ზე და ბატონი ირაკლი გამოჩნდა. დიახ. არიბაშვილი. რა თქვა იცით? დადასტურებული ინფორმაცია მაქვს. უბრალოდ იუმორიც რომ სააკაშვილმა წინა საარჩევნო საკუთარ პარტიას ფული არ მისცა. ვიცი რომ მელიაც მისი ჩამოსვლის წინააღმდეგია. აი ხა წარმოგიდგენთ, აი ეს კაცი არის მმართველი. ეს ან დროს რაში ხარჯავს, ან რა გზავნილებს ავცელებს და ამას არ ჩამორჩა არანაირად ბატონი კალაძე, რომელმაც სხვათა შორის მე რო საყვედური არ დავემსახურა, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ახლა ეს დრო დედაქალაქის პრობლემებზე სასაუბროდ გამოიყენოთ ბატონიკა. კი ბატონო, აი მოშე ძალიან მნიშვნელოვანია შემთხვევა. რატომ უნდა მოგცენ ხმა? ბატონმა მოშემ,
თურმე იცით რა დილემის წინაშე დააყენა ხელისუფლება. ეხლა ჩემი შემოადგენლობა ნამდვილად არ ჭირდება და არ სვაპირება ბატონი გახარიას. თურმე იგი ეგმოდოდა და შემდეგი რამე. ამ ბატონისთვის უნდა დაებრალებიათ გუნდს, კალაძიანად, კახარიას. ესე იგი, ნარკომოხმარებლობა ან არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია და გადაწყდა რომ დაებრალებიათ მისთვის ნარკომოხმარებლობა. და ამ ყველაფერში თავარი მოქმედი და პირი ვინ იყო? ბატონი კალაძე. ერთის მხრივ ნახეთ, ქაოსში ამყოფებს ეს ბატონი, მისი გუნდი, ხელისუფლების სახით ქვეყანას და რაღაცა დღის განმავლობაში 20 წუთით გამოვა და პრემიერის გამოთქმულ ბრალდებებს და სხვა პოლიტიკასთან სატრანსპორტო პოლიტიკასთან მიმართებაში საუბრობს. საერთოდ მის ადგილზე მე სიმართლე გითხრათ არ ვისაუბრებდი, იმიტომ რომ ეს ბატონი დღეს ოდესაც საუბრობს და ამბობს კალაძემ მხედველობაში რომ დედაქალაქს 900 ავტობუსი ჭირდება, იცით ამ ავტობუსი ყავს 700, მაგრამ რამდენი შეიძლება ეს ყოლოდა? უკვე 80 ავტობუსი შეიძლება ყოლოდა ქალაქში ის 60 მილიონი ლარი რო არ მოეპარათ ავტობუსების შესყიდვის ტენდერების გზით. ნამდვილად. ნიშნულოვანი პროექტები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო დღემდე საგზაო ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, რომელიც მაგალითად დააკავშირებდა მატყვის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს ხიდებით, რისი ნაკლებობაც არის, თუნდაც ვეფხვისა და მოყმის ძეგლთან, რატომ არ არის დღემდე განხორციელებული, ხახნო? შეუძლებელი არის იცოდე ცხოვრებდე ამ ქალაქში საცობში იდგე ჩაჭედი საცობში და არ იცოდე ის რომ დღეს რომ ჩაჭედი საცობში ხარ არის ორი მთავარი განპირობებელი მიზეზი რომ შემოვითე რკინიგზა არ დაასრულეს რაც ქალაქს მიცემდა რა თქმა უნდა დასრულებული 60% იყო განხორციელებული მართლა გუდასაწყვეტია თავი ხო და შემოვითე რკინიგზა ჰაერები ჭირდება შემოვითე რკინიგზის გზა დედაქალაქს მესამე სანაპიროს არსებობის შესაძლებლობას აძლევს. მარცხენა მტკვრის სანაპირო და მარჯვენაზე გადასასვლელი შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის და ამიტომაც ვართ ძვირფასო თბილისელებო ჩაჭედილები ხან მარცხენა ხან მარჯვენა სანაპიროს იმიტომ რომ ვერ გადადიხარ. ურბანულ პოლიტიკას კიდევ ვიკამათებთ ჩვენ საკრებულოში. იცით რა არის? აი ბატონ კალაძეს იმედია თქვენ ეთერში მაინც მოვა, როცა მეორე ტურში და ეხლა არ მოვატყუოთ ერთმანეთი და მეორე ტურის ალბათობა ვერ გავექცევით და მოვა და დაждდება ეხლა იქ ან მე დავსვამთ იქ და ის დაждდება აქ. აი მაშინ ნამდვილად ვისაუბრებთ დეტალურად და საგნობრივად. არ დატოვებთ დებატს? რომელი დებატი დავტოვე? საზოგადოებრივი ეს არ იყო დებატები. განკუთვნილი იყო სულ 2 წუთი. გასაგები. ერთ წუთში ჩავეტიე და სათქმე ბატონიკა, მოდით რადგანაც ვართ პირდაპირეთ დაასრულეთ და ბატონმა კალაძემ როგორ გაიმართლა თავი? არა, თქვენ მკითხეთ და იმიტომ საუბრობთ ბატონ კალაძეზე თუ არ დევნებთ თვალყურს მის პრეზენტაციებს, ვერ ვადევნებთ სიმართლე გითხრათ, მაგრამ ნუ ვეცნობი სააგენტოების მეშვეობით. იცით რა განაცხადა? რომ 2020 წელს ჩვენ ბევრი პროექტი ვერ განახორციელეთ, იმიტომ რომ თანხები გადავათამაშეთ შესაბამის მუხლებში, რომელიც ორიენტირებული იყო ადამიანზეო. და სიამოვნებაში რა მოხდა? თურმე 40 მილიონი და ნაკლები დაიხარჯა სოციალური მიმართულებით. ვიდრე 2017 წლიდან 2020 წლამდე დახარჯულა და ამით გაიმართლა თავი, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ამიტომ ვერ განახორციელეთ, ხიდი ამიტომ ვერ ავაგე და გზა ამიტომ ვერ დავაგეო. ესეც მარტივი ტყუილია, მაგრამ ეხლა ილაპარაკე და იყავი, ბატონი არ ჯდება, არ მოდის დებატებში, არც თქვენ არ მოგიწევებათ, არც ფორმულაზე, არც სხვა ტელევიზიებში, არც თავარზე, არც ტელეპიროზე, საგნობრივ დებატებში არ მოვიდა. მოვიდა 16 კანდიდატთან ერთად პატივისცემა მათ ამორჩევლებს, სადაც მქონდა 2 წუთი, ხახტო? 2 წუთი მქონდა თავში, 1 წუთი გამოვიყენე და უთხარი სათქმელად წავიდი და მაპატიეთ, თუ ის 2 საათი არ დავიცადი და მეორე ჩემთვის გაკუთვნილი წუთი არ გამოვიყენე. ბატონიკა, თქვენ წამიკითხეთ ცოტა ხნის წინ ღარიბაშვილის პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება. ვარემ რო უპასუხოთ, რადგანაც ეთერში ვართ. სააკაშვილი გაძლევთ ფულს თუ არა? ვისთვის? საარჩევნო კამპანიის. მე არ ვიცი ეს პრემიერის განცხადება და თქვენ წამიკითხეთ. და ამიტომ რადგანაც ეთერში ვარ და თქვენ ეს ეთერში წაიკითხეთ. ამიტომ ნახეთ, აი რას ემსახურება თქვენი საზრით. ეხლა ეს ბატონი თავდაჯერებულია გამარჯვებაში, გამოდის ჩემი გულშემატკივარია, ესე იგი როგორ ვუყვარ ვარ. ამიტომ ნიკამელიაო, წინააღმდეგიაო, სააკაშვილის ჩამოსვლისო და
იკითხება რომ ყოჩახ ნიკამელიას რასო იცით რა ცდილობს ამით ცდილობს რომ იქნებ ნაციონალურ მოძრაობაში როგორც დიდ პარტიაში რამენერად დისონანსი შემოიტანოს აი ამ განცხადებებით მაგრამ ნაცვლად იმისა საუბრობდეს ეკონომიკა როგორ უნდა გაჯასახდეს საინვესტიციო კლიმატი როგორ უნდა გაჯასახდეს როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები მაინც არაფერი შეიცვლება და ამიტომ არ აძლევს დიდ ფულს ციტირება მითხრა პროდუქტი ნუ რა უნდა უყავს ხო ადამიანი არის ჩემის აზრით გასული ფარგლებს იქით საღიაზის ფარგლებს იქით გასული ადამიანი რასაც დაუწერენ იმას საუბრობს ესეც ბატონი კალაძე და სხვები სუფლორი თუ არა აქვთ და დაწერილი თუ არა აქვთ მე ხო არ ვიგონებ უბრალოდ არიან ბრინჯები დაგროვებია ეს ქვეყანა ამათი მართლობის ქვეშ განწირულია მარცხისთვის ხახტო თქვენი პოზიცია გაყოფილი და მომავალი არის მრავალფეროვნებაში პლურალიზმში და კოალიციურ მმართველობაში. ძალიან დიდი მადლობა. ეს არის მთავარი, რაც ჩვენ ოქტომბერში უნდა შევძლოთ და აუცილებლად შევძლებთ. ძალიან დიდი მადლობა. ღამის კურიერი ამით დასრულებულია. თქვენს კითხვებს, საზოგადოებას და ჩვენს კითხვებს პასუხობდა თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, პარტია დროა და ბატონი ზურაბ გირჩიჩაპაიძე, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენ შევთავაზებთ აუცილებლად. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის, გისურვებთ წარმატებებს. ღამის კურიერი ამით დასრულებულია. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.